დაიწყება თუ არა ომი ისრაელსა და ირანს შორის? სურვილი აქვს თუ არა ირანის ისლამურ რეჟიმს ახალი დიდი ომის? აქვს თუ არა ირანს ამისი რესურსი? ირანი კიდევ უფრო მოწყვლადია ისრაელური ავიაციის მიმართ და კიდევ უფრო სუსტი იქნება. რას გვიყვება ეს სპეცოპერაცია მოსადზე და რას გვიყვება ირანის დაზვერვად? იქ უფრო დიდი წვლილი შეიტანეს ისევ ირანულმა აგენტურამ, რომლებიც იყვნენ ჰეზბოლას კურატორები. დიდი ალბათობით ამერიკა უფრო სერიოზულად ჩაერთვება და ირანისთვის კარგად არ სრულდება. რა არის ინდიკატორი, რომ აი დიდი ომი დაიწყო და ეს არის შეუქცევადი? ამერიკაც იწყებს დაბომბვას ირანის სადგურების, რაც გამოიწვევს კატასტროფულად ნავთობის გაძვირებას. დავიწყოთ მასკის და ტრამპის დაპირისპირებით. მასკმა ამის თქმით, ტრამპი დაადანაშაულა პედოფილიაში. მე მგონი ის წარმოდგენა ჰქონდათ, რომ აი ილონ მასკი ცოტა აჩმახებს. ძმებო, ორივე ძალიან მიყვარხართ, ნუ ჩხუბობთო. პოლიტიკურმა ძალაუფლებამ დაამარცხა ფინანსური ძალაუფლება ეს. მასობრივი ნადირობა ხდება ემიგრანტებზე. გვარდიაც ამ ახსნით გამოიყენა ტრამპმა. მათ თქო რომ ეს არის აჯანყება. დაიწყება თუ არა ომი ისრაელსა და ირანს შორის? ჩვენს ლაპარაკობს ფართომასშტაბიან ომზე, რომელიც შესაძლოა კატასტროფული აღმოჩნდეს ახლო აღმოსავლეთისთვის. ეს ჯერ არის კითხვა, მაგრამ ეს კითხვა განსაკუთრებით გააქტიურდა დღეს, როდესაც ჩვენ გავიგეთ, რომ უპრეცედენტო სპეცოპერაცია განახორციელა ისრაელმა ირანის ტერიტორიაზე. ისრაელის საჰაერო ძალებმა გაანადგურა ირანის საჰაერო ძალები, მიიტანა იერიში ბირთვულ ობიექტებზე, გაანადგურა სარდლობის ძალიან დიდი ნაწილი და ასევე მოკლა მეცნიერები, რომლებიც ბირთვულ პროგრამაზე მუშაობდნენ. ამ ახალ რეალობაში გავიღვიძეთ დღეს, ჯერჯერობით არ ვიცით რა იქნება კონკრეტული პასუხი, ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ პასუხი იქნება ომი ირანის მხრიდან, მაგრამ აქვს თუ არა ირანს ამისი რესურსი და რა მასშტაბის ომი შეიძლება მივიღოთ ახლო აღმოსავლეთში, რომელიც რასაკვირველია თელ მსოფლიოზე უზარმაზარ გავლენას მოახდენს. მოკლედ, გიჟურ სამყაროში ვცხოვრობთ, გიჟურ დროში უფრო სწორად ვცხოვრობთ და გუშინ როდესაც ვგეგმავდი ამ გადაცემას, ვგეგმავდი მასკისა და ტრამპის ურთიერთობებზე. როგორც ვიცით, ეს ურთიერთობები უკიდურესად გაფუჭდა. ბევრი წინასწარმეტყველებდა ამ ურთიერთობების გაფუჭებას, მაშინ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ისინი ერთმანეთთან გადაჭაჭულები იყვნენ ინტერესებით და ეს ურთიერთობა არ არის მხოლოდ ორ ადამიანს შორის ურთიერთობა, სოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს პრეზიდენტსა და ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის, არამედ ეს არის ურთიერთობა, რომელიც პირდაპირ აისახება, ან შესაძლოა აისახოს, მოდი თავი დავიზღვიოთ, ამერიკის პოლიტიკაზეც და სადრო შარაშენიძე მოვიწვია ამ თემაზე. სანდრო, გემახსოვრებათ, ჩემი ერთ-ერთი წინა პოდკასტიდან, რომელსაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ის არის სტენფორდის უნივერსიტეტის დოქტორანტი, საქართველოშია ეხლა და სწორედ ამ თემაზე მოვიყვანეთ, თუმცა სანდროს ყველაფერზე ლაპარაკი შეუძლია, მათ შორის ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე და რასაკვირველია ჩვენ ირან-ისრაელს შორის დაპირისპირებას ისე ვერ ამაზე საუბარს ისე ვერ დავიწყებთ, რომ ამერიკის როლი არ ვახსენოთ, იმიტომ რომ ამერიკის როლი ამ შემთხვევაში იქნება უზარმაზარი და ისიც საკითხავია, იყო თუ არა ინფორმირებული ბოლომდე ამერიკა თუ რას აპირებდა ისრაელი ირანის ტერიტორიაზე. და ამ თემაზე რასაკვირველია მოვიყვანოთ ჩემი ერთ-ერთი ასევე ყველაზე საყვარელი რესპონდენტი გიორგი ლოლაძე, რომელიც არის ისრაელის ჩემი აზრით ყველაზე ძლიერი სპეციალისტი საქართველოში. მოკეთ მოგესალმებით, მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად. მანამდე შეგახსენებთ ამ საუბარს დავიწყებთ, რომ თქვენ უსმენთ ჩვენს პოდკასტს პლატფორმაზე მისმინე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოყვეთ და დაგვალაიქოთ და ასევე კომენტარები დაწეროთ, იმიტომ რომ ეს იქნება ძალიან დიდი დახმარება ჩვენი პლატფორმისთვის, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიბადა და ცდილობს, რომ გაძლიერდეს. მოკლედ, დაგვალაიქეთ, გამოყავით Facebook-ზე, TikTok-ზე და Instagram-ზე. სანდრო, გიორგი, ძალიან დიდი მადლობა, რომ ხარ ჩვენთან ერთად. მოკლედ,
უპრეცედენტო ოპერაციებზე ვლაპარაკობთ. დავიწყეთ უკრაინის უპრეცედენტო ოპერაციით, რომელმაც გადაფარა პეიჯერების ოპერაცია ჰეზბოლას წინააღმდეგ და ეხლა უნდა ვილაპარაკოთ მალევე უპასუხეს ამ გადაფარვას მალევე უპასუხეს და აქაც სხვათა შორის მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დრონებმა, რომელიც როგორც აღმოჩნდა იყო უკვე შესული და გამზადებული ისრაელის დრონები ირანის ტერიტორიაზე, ბაზა იყო გაკეთებული ამ დრონების თეირანის მახლობლად, ისე რომ ამის შესახებ ირანულ დაზვერვას არ ქონდა ინფორმაცია. მოკლედ მე რო არ ვილაპარაკო, ეს გაძლევას, ასე ვთქვათ, საშუალებას მოგვიყვე ყველაფერი, ყველა დეტალი ამ სპეცოპერაციის შესახებ. მოგესალმებით. ძალიან საინტერესო სპეცოპერაცია, რა თქმა უნდა, დავიწყოთ იმით, რომ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელმა დაიწყო კომბინირებული შეტევა, ეს იყო თავდასხმა როგორც ავიაციის გამოყენებით, ასევე დრონების გამოყენებით. სამიზნე იყო პირველ რიგში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის გუშაქთა კორპუსის ლიდერის მკვლელობა. გუშაქთა კორპუსი რევოლუციურ გვარდია, ასე ვთქვათ, არის ყველაზე გავლენიანი სტრუქტურა ირანის შიგნით. ის არამხოლოდ ყველაზე ძლიერი სამხედრო ორგანიზაცია, რომლის ყუდსის ძალები კურირებს მთელ ახლო აღმოსავლეთში ამ ირანულ დაჯგუფებებს იემენში, ლიბანში, სირიაში და არის ერთგვარი რკალის შემქმნელი ისრაელის ირგვლივ, ასევე გუშაქთა კორპუსი არის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ჯგუფი ირანში. გუშაქთა კორპუსი კურირებს ასევე სახელმწიფო ბიზნესებს და სახელმწიფო კომპანიებს, მათ შორის ნავთობის გადამუშავებას და არის ყველაზე მდიდარი ორგანიზაცია ირანის შიგნით და მისი ლიდერის მკვლელობა ნიშნავს უდიდეს დარტყმას ამ ირანის ისლამურ რეჟიმზე და მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის ხელმძღვანელი ირანში არის უფრო გავლენიანი პირი, ვიდრე მაგალითად ირანის პრეზიდენტი. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აიათოლას შემდეგ მეორე ადამიანია. აი ეს გუშაქთა კორპუსის ლიდერი მოკლეს მის მოადგილესთან ერთად, როგორც ირანულმა ადგილობრივმა მედიამ ეს უკვე დაადასტურა, მათ შტაბ-ბინაზე მოხდა თავდასხმა, ასევე მოკლულია საჰაერო ძალების მეთაური. გარდა ამისა, დარტყმა მოხდა ძალიან ბევრი ირანულ რადარზე და საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, რაც ნიშნავს იმას, რომ შემდგომ სამხედრო დაპირისპირების ეტაპზე, რომელიც ჩემი აზრით აუცილებლად იქნება ისრაელსა და irans შორის, ირანი კიდევ უფრო მოწყვლადია ისრაელური ავიაციის მიმართ და კიდევ უფრო სუსტი იქნება. ამის წინა ეტაპი იყო თავდაცვის სახელმწიფო თავდაცვის სისტემის განადგურება. წინა ეტაპზე თავდასხმის როდესაც ისრაელმა დაბომბა ირანი, გაუნადგურეს შორმანძილზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის სისტემების თითქმის ყველა, რომლებიც მათ დაყენებული ჰყავდათ ამ ბირთვული ობიექტების ირგვლივ. ეს იყო S-300-ები. ეხლა უკვე S-300-ები როცა აღარ იყო მოქმედებაში, ნუ რაღაც ნაწილი ესე ვქონდათ, ეს დარჩენილი S-300-ების გაუნადგურეს, რადარებიც გაუნადგურეს და ეხლა უკვე საშუალო მანძილზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის სისტემები, საბჭოთა და რუსული სისტემების გაუნადგურა ისრაელმა. ანუ ეხლა ირანის ცა არის თლიანად მოშიშვლებული და მოწყვლადი. ნუ თლიანად ეხლა გადაჭაბებული ნათქვამია, მაგრამ ისრაელის ავიაციას პრობლემას ვეღარ შეუქმნენ ისინი, იმიტომ რომ ეს ოპერაცია იმის განადგურება შეუძლიათ პრინციპში თუ დრონები ხართ უკვე. ეს ოპერაცია დანაკარგის გარეშეა დასრულებული ისრაელის მონაწილეობდა ასობით საფრენი ობიექტი თუ გავაერთიანებთ დრონებსაც და ავიაციასაც ისრაელისას, რაც საოცარი შედეგია პირდაპირ ვთქვათ ყოველგვარი დანაკარგის გარეშე. გარდა ამისა, უნდა ვახსენოთ, რომ დრონები აფრინდნენ ირანის შიგნიდან და არის საუბარი, რომ თეირანთან იყო რაღაც ბაზასავით, სადაც გროვდებოდა ეს ისრაელური დრონები, მათი შეტანა ხდებოდა სავარაუდოდ ერაყიდან, შეიძლება აზერბაიჯანიდანაც და სხვა იმ ქვეყნებიდან, სადაც ისრაელს გააჩნია აგენტურული ქსელი და ძლიერადაა წარმოადგენელი და კონტრაბანდული გზებით სატვირთო ავტომობილებით ალბათ გადაჰქონდათ ეს დრონები და მზადდებოდა ამ დღისთვის. აქვე ხა სამხედრო კომპონენტი ისიც არის, რომ უპასუხა გავკვეულწილად ირანმა 100 შაჰედის დრონი გაუშვა, უბრალოდ ძალიან დიდია მანძილი. რა არის შაჰედის დრონები? როდი გასხდება სხვა ხო? კამიკაძე დრონები, რომლებსაც რუსეთი იყენებს უკრაინაში. და გაუშვა ისრაელისკენ უბრალოდ იმდენად დიდია მანძილი და იმდენად ნელად აფრინავს ეს დრონები, რომ რა თქმა უნდა წინასწარ იცოდნენ მათი აფრენის შესახებაც. ნაწილი იორდანიამ ჩამოაგდო, როდესაც მის საჰაერო სივრცეში შეფრინდნენ ეს დრონები და დანარჩენი ნაწილი
ისრაელმა ჩამოაგდო უკვე, როდესაც მოუახლოვდნენ მის საჰაერო სივრცეს. თუმცა არის თუ არა ეს საბოლოო პასუხი თუ კიდე სხვა პასუხს უნდა ველოდოთ ირანისგან. ხო, არ ვიცი. მოდი ახლა რაზე დავიწყოთ, სანამ სანდროსთან და ამერიკაზე გადავალ. ჯერ მოდი დავიწყოთ ასევე ეს კითხვაც მქონდა უკრაინის შემთხვევაშიც, უკრაინის საოცარი სპეცოპერაციის შემთხვევაშიც ეს კითხვა დავსვი. რას გვიყვება ეს სპეცოპერაცია მოსადზე და რას გვიყვება ირანის დაზვერვაზე? ანუ როდესაც შეძლო მოსადმა შეეტანა ეს დრონები, ან იქ ბაზა გაეკეთებინა დრონების, რომლითაც ჯერ გაანადგურა თავდაცვის სისტემის დიდი ნაწილი და ამის შემდეგ უკვე დაიწყო ეს სპეცოპერაცია კონკრეტულ ობიექტებზე, იერიშის მიტანა და კონკრეტულ პირებზე იერიშის მიტანა, ანუ ის დიდი ხნის განმავლობაში იყო მოქმედებდა ირანის ტერიტორიაზე. ჩვენ მანამდე ისიც გავიხსენოთ, რომ ნახეთ ასევე ჰანიესკვლელობა პირდაპირ აი ყველაზე ისეთ ყველაზე დაცულ ადგილას გუშაქთა კორპუსის შენობაში. ხო, ეს იყო უკვე სიმპტომი იყო. არა, ეს ახლა დაწყებული წლებია ყოველ 2-3 წელიწადში ბირთვულ ფიზიკოსებს კლავს ისრაელის სხვადასხვა სპეცოპერაციებით ძალიან დიდია ინფილტრაცია ისრაელის დაზვერვის ირანში. ამას განაპირობებს რეჟიმის უკიდურესი არაპოპულარობა, ასევე განაპირობებს საშინელი კორუფცია. ასევე განაპირობებს ის ეთნიკური სურათი, რაც არის ირანის შიგნით. ეს არის ძალიან მრავალფეროვანი ქვეყანა და იქ სხვა ეთნოსების წარმომადგენლებს, ახლა არა ყველას, მაგრამ ბევრს, დაუშვათ იქაურ აზერბაიჯანელებს, იქაურ ქურთებს ეზიზღებათ ეს ისლამისტური რეჟიმი და ასევე არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ძალიან ბევრი ირანელი ებრაელი, რომელიც 1950-იან წლებში წამოვიდა ირანიდან და დღეს ისრაელში ცხოვრობენ, ისრაელის მოქალაქეები არიან, მათ აქვთ ისევ ირანთან კავშირები, ისინი ბევრი მაღალჩინოსნები არიან, წყინვალით ფლობენ ენას, ყავს ნათესავები, მეზობლები, ნაცნობები და ეს მთელი ქსელია, რომელიც აკავშირებს ირანულ საზოგადოებასთან, იმიტომ ძალიან დიდი მოსახლეობა იყო ებრაული იქ, სანამ მათი განდევნა მოხდებოდა ერთიანად 50-იან წლებში, ანუ და ისევ ამ ჰეზბოლას წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაცია რო გავიხსენოთ, იქ უფრო დიდი წვლილი შეიტანეს ისევ ირანულმა აგენტურამ, რომელებიც იყვნენ ჰეზბოლას კურატორები, ირანელები ბეირუთში და მათში უფრო ყავდა ისრაელის აგენტურაში, ანუ ირანელებში უფრო ყავდა აგენტურა, ვიდრე თვითონ ლიბანელ ჰეზბოლას მებრძოლებში, იმიტომ რომ იქ ახლა ჰეზბოლაში სხვა სისტემაა, სხვა შემართებაა და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან არ არის ეს გასაკვირი, მოკლედ ვთქვათ და ეს მოსალოდნელი იყო, რაც შეეხება აზროვნებო ხომ მომავლის ომზე დრონებმა კი მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს, მაგრამ დრონები რომ არ ყოფილიყო, ვერაფერს უზავდნენ ისრაელის ავიაციას, იმხელა დომინაცია აქვს სამხედრო თვალსაზრისით ისრაელს რეგიონში ყველა ქვეყანასთან შედარებითაც. ისრაელს ყავს F-35-ების 3 ესკადრილია, ამასთანავე ერთადერთი პრობლემა რაც ამ ოპერაციას აქვს, არის მანძილი. დისტანცია ამ ქვეყანას შორის, რაც ქმნის საჭიროებას ჰაერში საწვავის შევსების. სხვა მხრივ ამ ოპერაციას არანაირი ლოჯისტიკური პრობლემა არ ექნებოდა. ამ ოპერაციის მთავარი პრობლემა იყო ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც თვეების განმავლობაში აკავებდა ისრაელს, რომ ეს განახორციელებინა. ხო, ამაზე ცოტა ხანში ერთი მაინტერესებს. ჩვენ ნახეთ ამ ბოლო პერიოდში, ხო, ეს კითხვა სულ იყო, დაიწყება თუ არა ომი ისრაელსა და ირანს შორის, მაგრამ არასოდეს არ ყოფილა ასე წვავეთ, იმიტომ რომ არასოდეს არ დაგეთანხმებით იგივე წინა ეპიზოდი, როდესაც 100-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა ისრაელისკენ ირანმა, ეს ძალიან სერიოზული თავდასხმა იყო და მე პასუხით არანაკლებ სერიოზული იყო, როდესაც ისრაელის ავიაციამ ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემები და ერთი ბირთვული ობიექტის დავიკე, მაგრამ ეხლა სარდლობის, ანუ თავი როგორც ჰეზბოლას შემთხვევაში მოხდა, თავი მოკვეთეს რევოლუციის გუშაქთა კორპუს, მეცნიერების, ანუ კონცენტრირებულად მოხდა ამ ადამიანების მეცნიერების სარდლობის ხამენეის მრჩევლების მოკლა ჯერ კიდევ არ ვიცით ხო ბოლომდე და კიდევ ერთხელ აქვე ვიტყვი რომ შეიძლება ამ გადაცემის გაშვების დროს, იმიტომ რომ ჩაწერილია გადაცემა სამწუხაროდ ჯერჯერობით პირდაპირ ეთერში მაუწყებლობის შესაძლებლობა არ აქვს. შეიძლება კიდევ რაღაცები შეიცვალოს და ამ დათქვასაც გავაკეთებთ, მაგრამ მაშინ იყო, ანუ ყოველ შემთხვევაში ეს არ იყო პასუხი უფრო პასუხისთვის
მათთვისაც იყო და იყო უფრო ესე ვთქვათ და რაღაც კონკრეტულ ობიექტებზე მიტანილი იერიში, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს რა უფრო დიდი არის თუ არა ეს დიდი შანსი, რომ ეს უფრო დიდ მასშტაბიან ომში გადაიზარდოს. ან ვერაფერს ვერ გამოვიცხავთ, მაგრამ და რა რესურსი აქვს? მოდი აქედან დავიწყოთ, რა რესურსია კი რა. აქედან გამომდინარე, რაც მოხდა 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ და რამდენად დასუსტდა ეს ეგრეთ წოდებული ბოლოტების ღერძი, რომელშიც ასეულობით მილიარდი დახარჯა ირანის რეჟიმმა ბოლო 20-25 წლის განმავლობაში. გულისხმობ იმას, რომ ყველაზე დიდი აქტივი რაც ისრაელის წინააღმდეგ ჰქონდა ირანს იყო ჰეზბოლა, იმიტომ რომ ლიბანი ესაზღვრება ისრაელს, იყო გავრცელებული მოსაზრება, რომ ჰეზბოლას აქვს 100-120,000 რაკეტა, რომელიც დაფარავს ისრაელის ცას და საშინაო მსხვერპლს გამოიწვევს და ვიცით ჰეზბოლას დაახლოებით 3 თვეში მოუგო. აქტიურ ფაზას გულისხმობ ისრაელმა, როდესაც მოკლა მისი სამხედრო მეთაურების უმეტესობა თან პეიჯერებით ჩაატარა პეიჯერების ოპერაცია, რაც მთავარია ისრაელმა თავისი ავიადაწყვეტით განადგურა ჰეზბოლას რაკეტების გამშვები მოწყობილობების უდიდესი ნაწილი და ბოლოს მოხდა სამშვიდობო შეთანხმება და ჰეზბოლა საერთოდ გადის ახლა სამხრეთ ლიბანიდან. ლიბანის არმია იკავებს სამხრეთ ლიბანის იმ ტერიტორიებს, სადაც ჰეზბოლა იდგა და პირველად ბოლო წლების განმავლობაში ლიბანში მოხერხდა ქრისტიანი პრეზიდენტის არჩევა, ასევე ლიბანის მთავრობა მეტნაკლებად ფუნქციური გახდა და მოკლედ ჰეზბოლას პოლიტიკური გავლენა ლიბანში სერიოზულად შეამცირა ამ ოპერაციამ და რაც მთავარია ჰეზბოლა დისფუნქციური გახდა სამხედრო თვალსაზრისით და ეხლა ვერანაირ მასშტაბურ ოპერაციას ვერ დაიწყებს ჰეზბოლა. სხვათა შორის დღეს უკვე გააკეთა ლიბანის საგარეო საქმეთა ანუ საფრთხე უკვე ჩრდილოეთის საზღვრიდან ისრაელს ნაკლებად მინისტრმა გააკეთა განცხადება და მოუწოდა ჰეზბოლას არ ჩაერთოს პასუხში ირანის ამ ისრაელის წინააღმდეგ ამ ოპერაციას და ესეც ნიშანდობლივია. მეორე რა თქმა უნდა არის ჰუსიტები, რომელსაც ბევრად ვერ წდება ისე მარტივად ისრაელი. ჰუსიტებს ვეძახით თუ ჰუთებს ვეძახით ბოლო-ბოლო. როგორც თქვენ საჭიროა საჭიროდ, მაგრამ ჰუსიტების რესურსებით შეზღუდულია. ხო, ერთადერთი რაც შეუძლიათ მათ გააკეთონ არის ბალისტიკური რაკეტების ისრაელისკენ სწავლა, რამაც შეიძლება მოიტანოს ზიანი, მაგრამ მათ აქვს შეზღუდული რაოდენობით ეს ბალისტიკური რაკეტები და იმ რაოდენობით ვერ გაუშვებენ, რომ ამის სერიოზულ ზიანს მიაყენებენ ისრაელს და შესაბამისად ჰუსიტებს ისრაელს აქტიურად ბომბავს, აი მათ შორის ეს დაახლოებით 1 კვირის წინ უკვე ისრაელის საზღვაო ფლოტმა დაბომბა მათი პორტები და მათი ავიაციას ბომბავს ზოგჯერ. ასევე მათ ერაყში ყავთ რაღაც დაჯგუფებები, მაგრამ მათი სამხედრო შესაძლებლობები არ არის სერიოზული და თავად ირანს შეუძლია პასუხი გასცეს რაღაც რაოდენობის ბალისტიკური რაკეტების გაშვებით, რაც ნახეთ მაშინ, თუმცა მათ დიდ ნაწილს რა თქმა უნდა ჩამოაგდებს ისრაელი, ამაში დაეხმარება ამერიკაც, იმიტომ რომ ამერიკას ყავს 2 ტადის საჰაერო თავდაცვის სისტემის ბატარეა დისლოცირებული ისრაელში, რათა დაეხმაროს ირანული საფრთხის მოგერიებაში. ეს ჯერ კიდევ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს მოხდა და ახლაც გრძელდება. ისრაელს თავისი საჰაერო თავდაცვაც აქვს, რა თქმა უნდა, ამიტომ ხო, რაც შეეხება ახლა სულვილი აქვს თუ არა ირანის ისლამურ რეჟიმს ახალი დიდი ომის. მათ აქვთ ახლა გამოწვევა ერთის მხრივ სახის შესანარჩუნებლად მათ რამე პასუხი უნდა გასცენ შიდა პროპაგანდისთვის, მაგრამ მათ არანაირად არ აწყობთ დიდი ომი, იმიტომ რომ ამ დიდ ომში მათ კარტები არ აქვთ, როგორც დონალდ ტრამპი იტყო და იმიტომ რომ ისინი არიან იზოლირებული, მათ არ აქვთ სამხედრო შესაძლებლობები იმისთვის, რომ რაიმე ტიპის სერიოზული ომი არ წარმოონ და ამ სწორედ მათ არ სჭირდებათ ამერიკის შეერთებული შტატების პროვოცირება, იმიტომ რომ განსხვავებით ბაიდენის პერიოდისა, ეხლა თუ რამე მაპროვოცირებელს ჩაიდენენ, მასთან შეიძლება სერიოზული პასუხი მიიღონ. ეს თავდასხმა ასევე სერიოზულ საფრთხეს უქმნის ირანის პოზიციებს იმ ბირთვულ მოლაპარაკებებში, რომლებიც ჩიხშია შესული და მათ ძალიან სულერული ტაქტიკა აირჩიეს პირდაპირ, იმიტომ რომ ისეთ რადიკალურ პოზიციებს აფიქსირებდნენ ამ მოლაპარაკებებზე, რასაც არ უმაგრებდა არანაირი სამხედრო შესაძლებლობები ზურგს და შესაბამისად მათ ფაქტურად ჩაშალეს ეს მოლაპარაკებები. არა და იყო მომენტი, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები მათ ლიმიტირებულად ურანის გამდიდრებაზეც კი თანხმდებოდათ, ლიმიტირებულ მასშტაბებში და არა ისე ეხლა როგორც აკეთებენ. ახლა ირანი ურანს ამდიდრებს იმ დონეზე, რა დონეზეც ფიზიკოსები და მეცნიერები როგორც აცხადებენ, საერთოდ შეუძლებელია სამოქალაქო ბირთვული პროგრამისთვის გჭირდებოდეს და ზოგადად ისრაელის და ამერიკის მოთხოვნა იყო, რომ საერთოდ შეწყვიტოს ირანმა ურანის გამდიდრება, რადგანაც ძალიან ბევრ ქვეყანას, რომელსაც ბირთვული ენერგია გააჩნია და სამოქალაქო ფუნქციით ბირთვული ობიექტები, ისინი ურანს არ
ამდიდრებენ თავად. მათ პირდაპირ შემოაქვთ გამდიდრებული ურანი და ამით პრევენცია მოხდებოდა, რომ სამხედრო მიზნებით არ იყენებდნენ. თუმცა ამას დაერთო აი ბირთვულ ობიექტებს რა დარტყმა მიეყენეს ეს ვიცი და ამ ეტაპისთვის. ჩვენ ვიცით რომ ნათანცის ბირთვული ობიექტია, რომელიც ყველაზე ცნობილი ბირთვული ობიექტია, ის დაიბომბა, ვიცით. ეხლა აზიანი მეყენა და რამდენად ამის თქვა, მაგრამ საბოლოოდ გამოიყვანა თუ არა შეთქვა. არ მგონია ეგეთი ზიანი მიეყენებიათ, იმიტომ რომ ყველაზე მან თავად ეს ნათანცი კი არის ცნობილი ბირთვული ობიექტი, მაგრამ თვითონ ურანის გამდიდრებასა და ხდება და სამხედრო ცდები და ექსპერიმენტები ისინი არის ღრმა მიწისქვეშეთში ეგეთი ობიექტები და არ მგონია რომ მათთვის ზიანი მიეყენებია ის. კი ბატონო, ეხლა შემოვიყვანთ ამერიკა, რომლის პოზიციაც ეხლა უმნიშვნელოვანესია. რა ვიცით, იცოდა თუ არა ამერიკის ხელისუფლებამ ამ ოპერაციის შესახებ შესაძლოა მთლად ამერიკის ინტერესებში აღარ შედიოდეს, რასაც ნათანიაჰუ აკეთებს ახლო აღმოსავლეთში. ზუსტად იგივე ინტერესები ნეთანიაჰუს და ტრამპს არ აქვს. ტრამპის ინტერესები არის, რომ რეგიონში იყოს მშვიდობა, უნდა რაღაც მშვიდობის პრემია, ნობელის მშვიდობის პრემია მოიგოს მალე. გიждდება ამაზე. ესეთი კი. და მეორე სურს, რომ ირანს არ ქონდეს ბირთვული იარაღი. ამაში თანხმდებიან, ცხადია. მაგრამ ნეთანიაჰუს ინტერესები ცოტა უფრო შორს მიდის და ნეთანიაჰუს მე მგონი აშკარად სურს ირანში რეჟიმის ცვლილება, რომ რაღაც პერმანენტულად საბოლოოდ ეს საფრთხე გაქრეს, იმიტომ რომ შენ შეიძლება შეთანხმება დადო ირანთან, რომ მოდი ჩვენ ურანს არ გავამდიდრებთ, მაგრამ შეიძლება უღალატონ 2 წელიწადში. კი ბატონო. თუმცა ნეთანიაჰუს ცოტა უფრო ამბიციური ინტერესები აქვს, რომ გრძელვადიანად გადაიჭროს ეს პრობლემა. ამ თავდასხმაზე აშკარად ინფორმირებულები იყვნენ. რთული წარმოსადგენია რომ არ ყოფილიყვნენ, თან განცხადება გააკეთეს, მაშინვე რომ კი, ჩვენ ამაზე ვიცოდით, ჩართულები არ ვიყავით, მაგრამ თუ განახორციელებთ თქვენ შეტევას ისრაელზე, ჩვენ მათ დავიცავთ. ხო. ეხლა რას ნიშნავს ეს? ხო, დავა დაიწყო იმაზე თუ ეს რას ნიშნავს. ერთი ინტერპრეტაცია არის, რომ ამერიკა უჭერდა ამას მხარს, ანუ პირდაპირ არ მონაწილეობდა, მაგრამ თანახმა იყო ამაზე და თანახმა იყო ამაზე, იმიტომ რომ რადგან სულად მიდიოდა მოლაპარაკებები უკვე, შირშადან იყო შესული, უნდათ რომ რაღაც აი ჯოხი ეჩვენებინათ ირანისთვის, რომ სულად დასრულდება საქმე, თუ არ მოხვალთ მაგიდასთან. თანაც როცა ეს განცხადება გააკეთეს, რომ ჩვენ ყველაფერი ვიცოდით, დაამატეს რომ კვირას ჯერ კიდევ გელოდებით მოლაპარაკებების მაგიდასთან. ანუ უნდა ყოფილიყო მოლაპარაკებების ეს გამორიცხულია თითქმის, ხო? რთული წარმოსადგენია, რომ ირანი ჯერ კიდევ მივიდეს. ხო, ანუ ტრამპის განწყობა ესეთია, რომ თუ ზოგი ინტერპრეტაციით ტრამპის განწყობა ეგეთია, რომ თუ სულად მიდის საქმე, მოგაქვს ჟოხი და ურტყამ, სანამ არ დაგნებდებიან. მეორე ინტერპრეტაცია არის, რომ უბრალოდ ინფორმირება მოხდა და ძალიან ტრამპს ეს არ უხარობდა. ამას და იმას, რომ ცოტა გაგრილდა ურთიერთობები ამ ორ ადამიანს შორის, 1-2 ფაქტი აძლიერებს ზერითადად. ერთი არის ყოფილი უშიშროების საბჭოს დივნის მაიკ ვოლცის გაგდება. რომელიც როგორც ვიცით, გააგდეს თანამდებობიდან, იმიტომ რომ ჩუმად ლაპარაკობდა ისრაელთან და მათთან ერთად გეგმავდა თუ როგორ შეიძლება ყოფილიყო ამერიკის ჩართულობა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში. ანუ სიგნალის ჩატს ცოტა არა სიგნალის ჩატისთვის რო გაეგდო ესეც თავდაცვის მინისტრიც უნდა გაეგდო, იმიტომ რომ ისლამი თავის ცოლთან და ცოლის ძმასთან განიხილავდა სიგნალის ჩატში ჰუსიტების დაბომბვა არ დაბომბვის ამბავს. მე მგონი პრობლემა ვოლცთან იყო, რომ ტრამპი ზურგს უკან აწარმოებდა ცალკე მოლაპარაკებებს და როგორც კი ეს გაიგეს, მაშინ უკვე გააგდო. და ეს ერთი ფაქტია, რომელიც ცოტა გაგრილებულ ურთიერთობაზე მიუთითებს. მეორე არის, რომ თელ პერიოდში დანიშნული ტრამპს მოლაპარაკებების უფროსად ყავდა სტივ ვიტკოფი, რომელიც ასევე აი რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, არის ცნობილი როგორც ავტორიტარების მიმართ შედარებით ვილად განწყობილი ადამიანი. პუტინთანაც როცა ზის, ყოველთვის აქებს ხომე რა კარგად მოპირკეთებული ოთახი და ასე შემდეგ. ირანთანაც ჰამასთანაც ბევრად უფრო მეგობრულად იყო ის განწყობილი, ვიდრე სხვა ამერიკელი რესპუბლიკელი შეიძლება ყოფილიყო. ეს ორი იმისკენ მიუთითებს, რომ ხლად იდილი არ არის ამ ორ ადამიანს შორის, რაც ისევ როგორც ვთქვით, ბუნებრივი არის. სიტუაციიდან გამომდინარე. და ამაზე სპეკულაციები კიდევ უფრო გამძაფრდა მას შემდეგ, როცა ტრამპს ჰქონდა ახლო აღმოსავლეთში ტური და ისე დაამთავრა ყურის ქვეყნებში ვიზიტები, რომ ისრაელში არ შეუვლია, ასე ვთქვათ და მაშინ მე მახსოვს აი თომას ფრიდმანი ზუსტად აი საუბრობდა იმაზე, რომ ნათანიაჰუს ინტერესები რეგიონში ეწინააღმდეგება ამერიკის ინტერესებს რეგიონში. კი. აქვე მინდა ომის საფრთხეს შევეხო თუ როგორ უნდა უყურებდეთ ამ კომპონენტს.
მეგონი ირანს ომი არანაირ ვარიანტში არ აწყობს თუ მან განახორციელა თავდასხმა უფრო ძლიერ თავდასხმა ისრაელზე და ომისკენ წავიდა საქმე დიდი ალბათობით ამერიკა უფრო სერიოზულად ჩაერთვება და ირანისთვის კარგად ასრულდება. აქ სხვანაირად არის ომის საფრთხე მე მგონი ეს არის თუ ირანმა ეს სიტუაცია აიქვა ესე რომ ან ახლა ან არასდროს და შეეცადა რომ აი ახლა მომდენო ორ კვირაში ბოლომდე გამდიდროს ურანი და დაიწყოს ბირთვული იარაღზე მუშაობა. რომ აი როგორც გიორგი მახსენა მთავარი ბირთვული სადგურები რომელიც აქვს ირანს არის ჩაშენებული მთის შიგნით მიწის ქვეშ და რთული არის ესე პირდაპირ მიწვდეს ისრაელი მას. და თუ შინაღმქვავ რომ ეს არის კრიტიკული სიტუაცია და ახლავე უნდა დავიწყო იარაღზე მუშაობა, თორემ სხვა შანსი აღარ მექნება და ეს არის რომ რეჟიმის გადარჩენა დგას ახლა საფრთხოვნად. მაგრამ ეს დროში გაწელილი პროცესია და ეხა ამის თქვათ გააჩნია ადონეზე უკვე ეს არავინ არ იცის ხო? არის ვერსიები რომ რაღაც 90%-ზე მეტზეა უკვე და 70-ზე მეტი უკვე საკმარისია ბირთვული იარაღის შესაქმნელად. მაგრამ შექმნას თვითონ რამდენი ხანი ჭირდება? ლინკენი თუ სწორად მახსოვს, შარშანი ძახდა რომ 2-3 თვის ამბავია. ატომური სააგენტოს დირექტორი რომ კვირები აშორებსო და ასე ხო, კი ბატონო, მეც გამახსენდა. ხო, ლინკენი ამბობდა მეგონი რომ 2-3 თვის ამბავია და ატომური სააგენტო ბოდიში ამბობდა რომ 2-3 კვირის ამბავია. ეგ სიტუაცია. მაშინ ძალიან რეალური საფრთხე ყავს. სანძოს თუ შეიძლება საწინააღმდეგო ასვეთყვი, ჩემი აზრით ამ ისრაელის ამ ხელისუფლებისთვის და ზოგადად ისრაელისთვის აი საოცნებო სცენარი იყო ტრამპის გამარჯვება, იმიტომ რომ ბაიდენის ადმინისტრაციასთან მათ ძალიან დაძაბული ჰქონათ ურთიერთობა, ბაიდენმა მათ რაღაც შეერაღების მაგალითად 2000 ფუნტზე უფრო დიდი ბომბების მიწოდებაზე შეზღუდვა დაუწესა, ასევე ბაიდენის ადმინისტრაცია ხშირად ვეტოს არ ადებდა ისრაელის საწინააღმდეგო რეზოლუციებს გაეროში, რაც მთავარია მათ შორის ურთიერთობა იყო დაძაბული ამ ღაზაში არსებული ჰუმანიტარული უმძიმესი ვითარების გამო, რაც ტრამპს საერთოდ არ ადარდებს. არა, ეგ გასაგებია, ეს ვიცით, უნდოდა ტრამპის პრეზიდენტობა მხარს უჭერდა, მაგრამ ბოლოს ახლა სანდროს აზრი კი არ არის, ძალიან ბევრი საუბრობს, ხო, რატო არ ვეთანხმები ვიტყვი. ამ გავცერებულ აზრს მოკლედ, რა? კი. ანუ ეს ღაზაში მისცეს სრული კარტ-ბლანში ისრაელს, დაიწყო ახალი ოპერაცია გიდეონის ეტლები, რომლის მიზანიც არის რომ ჰამას წაართვან ხელისუფლების მართვის სადავეები და ყველა დიდი ქალაქი დაიკავონ და გაწმენდონ ჰამასის მებრძოლებისგან, ასევე შეიცვალა ჰუმანიტარული დახმარების გაცემის სისტემა და შეიქმნა ამერიკული ჭყალებში ამერიკული ჰუმანიტარული კომპანია, რომელიც რეალურად ებრაული დაფინანსებით არსებობს და ამერიკული კონტრაქტორები იცავენ და ნაცვლად იმ სისტემის, რომ გაეროს შეჰქონდა იქ ჰუმანიტარული დახმარება და მე ჰამასი გაიტაცებდა და თვითონ თავის ლოიალისტებში არიგებდა და სხვები შემშილობდნენ. ახლა არის მიზანი ის, რომ ეს ჰუმანიტარული დახმარება გაანაწილოს ამ კომპანიამ და დაიცვას ამერიკულმა კერძო კონტრაქტორებმა. და ამ ყველაფერში კარტ-ბლანში მისცა, ეხლა რაც შეეხება რეგიონულ ფაქტორს. ხო, იმიტომ რეგიონში მას უნდა ამათი ინტერესები. ხო, მშვიდობა უნდა გასაგებია, მაგრამ ამ მშვიდობას სჭირდება მეორე მიზნის მიღწევას, ხო, რასაც ძევლების გათავისუფლება და იქ ალტერნატივის შექმნა. რასაც კითხვები ჯერ არ არსებობს, ხო, და ეხლა თავად ვიტკოფი და ტრამპი არიან ჩართული მოლაპარაკებებში და თავად ხედავენ როგორ იქცევა ამ მოლაპარაკებებში ჰამასი, ხო? ამიტომ არანაირი ინდიკატორი იმის რეალური არ ყოფილა, რომ სადმე დაუპირისპირდა ამერიკა და ისრაელი ერთმანეთს. არანაირი იარაღის მიწოდებაზე შეზღუდვა არ ყოფილა. კი ბატონო, ხო, ფაქტები, ანუ იმასთან შედარებით, რაც იყო არჩევნებამდე, ბევრად უკეთესი ურთიერთობა აქვს დღეს ამერიკას და ისრაელს. მე არ გეთანხმები, რომ არ მეთანხმები. ანუ კი ბატონო, ანუ გაზეთთან მიმართებით მგონი მე წილად თითქმის ბოლომდე ემთხვევა ინტერესები, უბრალოდ ირანთან ზუსტად იგივე არ არის, უფრო ამაზღულის ხომდე. ირანთან ხო, ანუ ირანთან პრობლემა არის ის, რომ ტრამპს აქვს ეს სურვილი, რომ მიაღწიოს სამშვიდობო შეთანხმებას და მზად არის რაღაც პრინციპში ამას მის მოთმინებას ლიმიტები არ აქვს, როგორც ხედავთ, იმიტომ ძალიან ბევრი შანსი მისცეს ამ მოწინააღმდეგე მხარებს მოლაპარაკებებში და ჯერჯერობით ხედავთ, რომ მას არანაირი საკუთარი სამხედრო ნაბიჯები არ გადაუდგამს. მოდი, ხო, სანდრო ცოტა ილაპარაკა და მივცეცა შეხება. ანუ ამ ომის თემას ბოლომდე რო გავყვეთ, ანუ რა საფრთხესაც მეუხედავ არის ირანის მხრიდან ესკალაცია არა სამხედრო თვალსაზრისით, არამედ ბირთვული თვალსაზრისით. განაახლონა მუშაობა, აჩქარონ, შეეცადონ რომ
რაკეტები რაც შეიძლება სწრაფად აგონ მომდენო კვირების განმავლობაში ისრაელმაც განაცხადა რომ ეს არ არის დღეს არ დასრულებულა ეს ოპერაციაო იქნება 2 კვირის განმავლობაში მინიმუმ აღმავლობანი ლომი მგონი ესე დაარქვეს თუ ირანი ამას ის გაყვება რომ რაკეტაზე მუშაობას დაიწყებს ხვალვე მაშინ რა უფრო დიდი შანსი არის რომ ომი დაიწყოს არა ირანმა არამედ ისრაელმა და შეიძლება მაგ შემთხვევაში ამერიკას ანუ ომის დაწყება რას ნიშნავს რა არის ინდიკატორი რომ აი დიდი ომი დაიწყო და ეს არის შეუქცევადი უკვე რაღაცა ამ ომის განვითარება ამ ომის სცენარის განვითარება თუ ერთი იწყებს ამერიკას იწყებს დაბომბვას ირანის სადგურების და მეორე თუ პირდაპირ ჯარი სახმელეთო ჯარი ერთობა რაიმე ფორმით ხო ერთი კიდე რაც აქვს ირანს რაც არის შემაკავებელი ფაქტორი ამერიკის არის მისი მუქარა რომ თავს დაესხება ყურის არაბულ ქვეყნებს ჩაკეტავს საერთოდ სპარსეთის ყურეს ომის შემთხვევაში ხო თუ ამერიკა ჩაერთვება რაც გამოიწვევს კატასტროფულად ნავთობის გაძვირებას და ზოგადად ნავთობის დეფიციტს შექმნის მსოფლიოში და ეს ახლა გადალახვადია რა თქმა უნდა ბოლოს ამერიკის ფლოტი ჩაერთვება და ასე შემდეგ და ეს პრობლემა მოგვარდება მაგრამ ვიდრე ეს მოხდება ეს გამოიწვევს სერიოზულ ყევებს სოფლიოს ეკონომიკაში და ჩვენ გვახსოვს არ მახსოვს ახლა 2017 თუ 17 წელი იყო როდესაც ჰუსიტებმა დაბომბეს საუდის არაბეთის ყველაზე დიდი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ირანული დრონებით რამაც საშინელი კრიზისი გამოიწვია თვითონ არ მხოლოდ საუდის არაბეთში სოფლიო ნავთობის ბაზარზე და ეს იყო ერთი კი ძალიან დიდი ობიექტი, მაგრამ ერთი თავდასხმა იყო და ირანს აქვს რესურსი, რომ მთელი ყურის ქვეყნების მიმართულებით ემირატებში, ქუვეითში, საუდის არაბეთში და ამ დროს ისინი რას აკეთებენ? ეს ქვეყნები. არა, ამ ქვეყნების ეხლა სამხედრო შესაძლებლობები ვიცით როგორიც არის, გამოჩნდა იემენში საუდის არაბეთის ომის, ამიტომ მაგათი იმედი არავის არ აქვს რომ დაცვას შეძლებენ. ანუ სოფლიო ეკონომიკას ეს შეარყევს და მე კი დაიწყებენ. აი, როცა ამბობ, რომ ინტერესები არ ემთხვევა ერთმანეთს, სწორედ ამაზე ვლაპარაკობთ, რომ ტრამპის ინტერესი რატო არ მშვიდობა, ხო? გარდა იმისა, რომ მშვიდობა ნობელის პრემიის ლაურეატი გახდეს, გარდა იმისა, რომ ეს აბრაამსის შეთანხმება ბოლომდე მიიყვანოს, აქ მთავარი ფაქტორი არის ნავთობი, იმიტომ რომ ნავთობის ფასი რასაკვირველია სოფლიო ეკონომიკას შეარყევს, მაგრამ ტრამპისთვისაც შიდა პოლიტიკაში არის ძალიან ერთ-ერთი წარმმართველი ფაქტორი, მით უმეტეს, როდესაც ახლოვდება შუალედური არჩევნები. კი, აქ მეგონი გიორგიმ რაც ახსენე. და ერთს დავამატოთ, აი ხუსიტებისთან ამბავი როგორ დაიწყო, ხო? ჯერ მოკლედ დიდი სკანდალი შევახსენოთ ჩვენი პოდკასტის მაყურებელს, რომ დიდი სკანდალი გასკდა, ვოლცი, რომელიც მაშინ იყო უშიშროების საბჭოს მდივანი და ასევე თავდაცვის მინისტრი და ყველა ესენი შეკრებილები იყვნენ ერთ სიგნალ ჩატში და ამ ჩატში დაამატეს შემთხვევით ძალიან ცნობილი გამოცემის მედიის ატლანტიკის რედაქტორი. და მოკლედ ეს ამბავი გასკდა, განიხილავდნენ ისეთ საიდუმლო ამბებს, საიდუმლო სამხედრო ოპერაციის ამბებს. მერე თავდაცვის მინისტრმა იგივე ჩატში გააგრძელა ამ საქმეების მიმოხილვა ცოლთან და ცოლის ძმასთან, მოკლედ ძალიან დიდი სკანდალი იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში ჰუსიტებთან მოგვარდნენ. თან ისე რომ ისრაელის ინტერესების გათვალისწინების გარეშე, ანუ ჰუსიტებთან მათი შეთანხმება რა არის, რომ ამერიკულ გემებს არ შეეხებიან, მაგრამ ამერიკული გემების გარდა იქ მთელი მსოფლიოს გემები დადის, ბრიტანული, ფრანგული, ყველაზე ნაკლებად ამერიკას აინტერესებს. ეხლა სანდრო ვალაპარაკოთ არჩევერიოთ ცოტა ხანი. ზუსტად ეს იყო რის გამოც ამ სიგნალის ჩატში მიდიოდა ფოტოშორის დავა, რომ მაშინ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ვენსი წახდა რომ მოდი ჩვენ ამაშინ ჩავერთვებით, იმიტომ რომ როკავშირები რა უფრო დამოკიდებული არის სპარსეთის ყურეზე და ხუსტები მათ ბევრად უფრო მეტად აწუხებთ, ვიდრე ჩვენ გვაწუხებს და ჩვენ რატო ვერთვებით, ჩვენ რატო ბომბავთ, საერთოდ რა შუაში ვართ ამასთან და ნუ იქ სხვები არ წონებდნენ რომ არა გჭირდება და თან ტრამპის აზრი იყო რომ არა, ესე უნდა მოვიქცეთ. მაგრამ აი მგონი გიორგიმ სწორად თქვა, აი ბოლოს ამ მასშტაბის სამართლებრივ კრიზისი რაც შეიძლება სპარსეთის ყურეში რაღაცა დაძაბულობა გამოიწვიოს, არის იყო ალბათ 70-იან წლებში. როცა კარტერის ადმინისტრაცია მთლიანად შეიწირა ამან, მაღალი ინფლაცია იყო ამერიკაში და შემდგომაც ალკე რაღაც ნახევარი ლათინო ამერიკის ქვეყნები შეიწირა, იმიტომ რომ ამერიკის ეკონომიკაში ყევები რო იყო და საფოსტო განაკვეთები რო გაიზარდა, მათი ყველა სურსათის ფასი დაეცა და რაღაცა ნახევარი ლათინო ამერიკა ამოტრიალდა. და ნუ დაახლოებით მაგხელა ეფექტი აქვს იმას, როცა ნავთობის ფასები იზრდება. თანაც ამ სიტუაცია არის ამერიკაში, რომ შუალედურ არჩევნებში ყველა ელოდება, რომ დემოკრატები გაიმარჯვებენ და აიღებენ
ქვედა პალატას, 80% ალბათობით ესე ველით რომ ხდება. ახლა ძალიან მცირე არის რესპუბლიკელების უპირატესობა, რაღაც 2-3 ადგილი აქვთ მხოლოდ. და კითხვის ნიშნის ქვეშ არის სენატი, რომელიც წესით რესპუბლიკელებს უნდა დარჩეთ, იმიტომ რომ ყარი უმრავლესობა აქვს საკმაოდ და რუკათან მათ სასარგებლოდ არის. მაგრამ თუ დაიძაბა სიტუაცია, თუ ინფლაცია გაიზარდა კიდევ ერთხელ, თანაც ტრამპი მოვიდა ამ მანდატით, რომ მე ინფლაციას დავასრულებ და ფასები ჩავარდება და იძახდა იმ დღეს, რომ ჩემ მე რაც მოვედი კვერცხის ფასი 300%-ით დაეცაო, რას ნიშნავს არ ვიცი, მაგრამ ესე თქვა. არა, კვერცხის ფასი ხო გაიზარდა, ჩვენც კი ვიცით. არა, მე დაეცა ეს მოჩა ეს კრიზისი. კი, იმიტომ რომ ქათმის იმის გამო იყო და ბაიდენის გამო. ხო, ანუ ტრამპისთვის ძალიან პრინციპულია, რომ არანაირი ესკალაცია არ მოხდეს. იმიტომ რომ თლიანი ლეგიტიმაცია რამდენიმე რაღაცაზე დგას. ერთი, რომ სოფლიოში ომები რაც არის, მე დავასრულებ, უკრაინაში ომს დავასრულებ, შუა აღმოსავლეთში ომს დავასრულებ. მეორე, იმიგრანტების დეპორტაცია და მესამე რომ ფასები ისევ დავარდება. ეს იყო ტრამპის ალბათ სამი მთავარი დაპირება, რითიც მოვიდა. იმიგრანტების თვალსაზრისით ასრულებს მეტაკლება და ცოტა მოგვიანებით ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა ეხა რაც ხდება ლოს-ანჯელესში და რაც შეიძლება სხვა ქალაქებსაც მოედოს. კი. და აი დარჩენ ორში ერთში ომების თვალსაზრისით აშკარად უკრაინაში წარმატებას ვერ მიაღწია და თუ შუა აღმოსავლეთში პირიქით გამწვავდა სიტუაცია და თან ფასების გაზდა გამოიწვია, მაშინ უკვე კატასტროფა იქნება მისი მანდატისთვის მომდენო წელს. ხო, აი ხა მაშინ თუ ეს თემა ჯერჯერობით ამოვწურეთ, იმიტომ რომ ჯერ არ ვიცით სიახლეები რა იქნება. ეხლა რაღაც მოხდეს და სანამ ეს გადაცემა გავა კიდე რაღაც მოხდეს, მაგრამ ჯერ სანამ პირდაპირ ჩართვის რეჟიმი არ გვექნება, ამის ტექნიკური საშუალება არ გვექნება, რა ვქნათ, ესე ვწვალობთ, მოკლედ. მაგრამ გადავიდეთ ეხლა ამერიკის შიდა პოლიტიკაზე. გიორგი მას კარგად იცის ამერიკის შიდა პოლიტიკა და დავიწყოთ მასკის და ტრამპის დაპირისპირებით, რომელიც ცოტა, ასე ვთქვათ, გადატყდა ბოლო დღეებში. ხო, ნუ შერიგდნენ, არ ვიცი რამდენად ესეთი სტაბილური შერიგება, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ტრამპის სიძლიერე, მათ შორის როგორც მასკი ამბობს, მისი გამარჯვებაც არჩევნებში იდგა მასკის მხარდაჭერაზე. ეხლა ცხადი იყო, ხო? მარტო ბავშვმა რო უთხრა, რომ შენ არ ახარო ამერიკის პრეზიდენტი, მასკის ბავშვმა რო უთხრა თეთრ სახლში თუ რაღაც ამდაგვარი, იქედან მოყოლებული და მანამდეც, რომ ასეთი ორი ეგოს ადამიანი აუცილებლად დაეჯახებოდა ერთმანეთს ერთმანეთს და ეს დაჯახება მოხდა. დაიწყო ტარიფების თემით, სადაც მასკმა გამოხატა თავისი უკმაყოფილება და საბოლოოდ ეს ყველაფერი გასყდა იმ კანონპროექტით, რომელსაც ტრამპი ეძახის ართარგმნიდა, ესე უნდა ვთქვათ, Big Beautiful Bill. და ამაზე თქვა, რომ აი ეს მოკალით ეს ბილი, თუ ეს კანონპროექტი სხვა შემთხვევაში თქვენს წინააღმდეგ დემოკრატებს დავაფინანსებ და ნამდვილ ისტერიკაში ჩავარდა. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. გააგრძელე. კი, აი ზუსტ თანამდებობას მოდი მოვლენების, ბევრი რაღაცა, მაგრამ შევეცდები სწრაფად თქვა. პირველი დაპირისპირების საკითხები ალბათ ჯერ კიდევ ტარიფებამდე ეს იყო ადმინისტრაციის შიგნით, როცა დოუჯი შეიქმნა და მასკს მისდევდა თქონდა დასახული, რომ შეემცირებინა ბიუროკრატიული ხარჯები. მან მეორე ადამიანი გააგდო ისე რომ არავის აზრი არ კითხა. მაგრამ USAID ისე დახურა რომ მარკო რუბიოს აზრი არ კითხა. და ისე დანიშნა მარკო რუბიო. ისე დანიშნა მარკო რუბიო. ხო. ამიტომ ამან თავიდან უკვე რაღაც პრობლემები გამოიწვია და როგორც ვიცით, რაღაცა პატარა ჩხუბი იყო ტრამპის წინ რუბიოსა და მას შორის, როცა მასკი მას დასცინოდა. ამის გამო ბევრ ადამიანს აღარ მოსწონდა უკვე ადმინისტრაციაში მასკი. შემდეგ ტარიფები, როცა დააწესა ტრამპმა, მას ეს ძალიან არ მოსწონდა, განაცხადა პირდაპირ, რომ მე მინდა რომ ნულოვანი ტარიფები იყოს ამერიკასა და ევროკავშირის შორისო, პლუს დიდი წელდამოკიდებული არის იგი ჩინეთთან ვაჭრობაზე, ამიტომაც ძალიან დიდი პრობლემა იყო მისთვის და ტრამპს თქვა კიდევაც რომ იქნება მოხსნა, ტრამპმა არ მოხსნა. შემდეგი განვითარება, რამდენიმე რაღაცა ხდება ერთდროულად. პირველი, მასკი მოდის დოუჯიდან და თქვა რომ აი რამდენი რაღაცას მიაღწია, რეალურად ბევრ რაღაცას ვერ მიაღწია. მას შეპირებული ჰქონდა რომ 2 ტრილიონით შეამცირებდა ხარჯებს, როგორც თვითონ ამბობს, შეამცირა მხოლოდ 100 მილიარდით და სავარაუდოდ კიდევ უფრო ნაკლებით, იმიტომ რაღაცები გადაჭარბებული არის. ამის გამო, როგორც ვიცით, მას ჩხუბი მოვიდა ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის უფროსთან, სკოტ ბესენტთან. რომელსაც უთხრა რომ აი რაღაც მოგოტყუეო, ვერაფერსაც ვერ მიაღწიეო და როგორც ამბობენ, მასკი მივიდა სპეციალურად შეეჯახა, ესე ფიზიკურად. და კიდევ ერთი კომპლექტი მაშინ მოხდა. შემდეგ კიდევ ერთი რაღაცა არის რომ მას სურდა დაენიშნათ NASA-ს უფროსად
ჯარედ ისაკმენი, რომელიც არის მასკის მეგობარი და რაღაცა მომენტში ეს გავიდა კომიტეტმა ეს გაიტანა, უნდა დაემტკიცებინათ და უცებ ტრამპმა თქვა რომ არა, უკან მიმაქვს ნომინაცია და სავარაუდოდ იმიტომ მოხდა რომ ბოლო თვეების განმავლობაში ბევრი ესე ინფლუენსერი ფიგურა ტრამპის გარშემო ამოწევს სხვა ადამიანებს, ამოწევს მათ მეგობრებს, ვის შეწირეს ადრე ფული და თუ ვიღაცას რაიმე კავშირი დემოკრატებთან ბოლო წელიწადში ჰქონდა, ამაზე ინფორმირება ხდება ხოლმე ტრამპის და მერე ის მათ ან აგდებს, ან უკან მიექვს ნომინაციები. ზუსტად ეს მოხდა ჯარედ ისაკმენს, რომელმაც ცოტა ხნის წინ დემოკრატებს შეწირა ფული. აჰა, და ეს გახდა მიზეზი დაბლოკვის. კი, და ტვიტით როცა გააკეთა ტრამპმა, თქვა რომ ჩვენ ისეთი ადამიანი გვინდა, ვინც ბოლომდე რაღაც პირველ ადგილას დააყენებს ამერიკას. ანუ იგულისხმებოდა რომ არ არის ბოლომდე ჩემი კაციას. ესაც მას ძალიან არ მოეწონა. და ბოლოს უკვე ამ პროექტი დაგვირგვინდა, იმიტომ რომ ერთი რომ რაღაცა შეიძლება სუბსიდიებს უმცირედეს მასკს, მაგრამ მე მგონი მასკს მართლა ჯერა რომ ცუდი არის, როცა სახელმწიფო ხარჯები არის დიდი, ან როცა დეფიციტი არის დიდი, მით უმეტეს როცა მთლიანად თავისი ლეგიტიმაცია ამაზე დააფუძნა, რომ მე დეფიციტს გავანადგურებ, უცებ კანონი შემოდის, რომელიც ტრილიონით ზრდის დეფიციტს. ხადია რომ როგორც ვინ რომ არაკომფორტული იყო მისთვის. მაგრამ მივთარდება ესე რომ ჯერ მას აკრიტიკებს, ძახის რომ ამ კონკურსზე არ გვიждები, მე ძახის რომ ეს არის საშინელება, მე ძახის რომ რაღაცა 250 მილიონი შევწირე მე ტრამპის კამპანიას, მე რო არა დემოკრატებს ექნებოდა თავში, ტრამპი არ ექნებოდა პრეზიდენტი და სენატში მხოლოდ 51 ადგილი ექნებოდა რესპუბლიკელებს. ეგეთი რაღაც ატვირთა. და დაახლოებით 1 საათში ხდება ყველაფერი, მახსოვს, რომ ეს მან დაწერა ტრამპს ეკითხებიან მეცთან როცა ქონდა კონფერენცია და ის ძახის რომ არ ვიცი რა უნდა მასკსო, რატო მოწონდაო კაცო ეს კანონ პროექტიო, პირველი მას გავაცანე. ყველაფერი საკითხული ქონდა, ეთყობა ტესლას უმცირებ სუბსიდიებს, ამიტომ გაბრაზდაო. და მასკმა ის რო გაიგო, კიდევ უფრო მეტად გაბრაზდა და დატვიტა რომ ეპშტეინის სია ამიტომ არის გამოქვეყნებული, რომ შიგნით არის ტრამპი. ეპშტეინის სია რა არის? ჯეფრი ეპშტეინი როცა მოკვდა არის FBI-ს შეგროვებული ადამიანების სია, რომელიც მასთან იყო აფილიერებული და ძალიან პრიმიტიულად რო ვთქვათ, მასკ ამის თქმით ტრამპი დაადანაშაულა პედოფილიაში. ხო, თუ ვიმეს გაინტერესებთ ეს თემა უბრალოდ Netflix-ზე შეგიძლიათ იყო დოკუმენტური, მე მგონი ახლა ციტება, კი. ხო, ამის შემდეგ მოკლედ ძალიან ძიმე თემაა და უმძიმესი ბრალდება მორალურად. ამის შემდეგ მომენტი ვითარდება ესე, რომ ბევრი ადამიანი წერს, რომ ტრამპი საერთოდ არ არის ანეროულებული ამ ამბით, საერთოდ არ ნაღვლებს ის, რომ მასკი მის წინამდე წავიდა და რავი, არ მაინტერესებსო. მასკი ცდილობს ტრამპთან რაღაც კონტაქტის დამყარებას და თავიდან არ მუშაობს არაფერი. შემდეგ მამამისი, ძალიან საინტერესო ფაქტია, მამამისი ეროლ მასკი ჩავიდა მოსკოვში, რომ დასწრებოდა დუგინის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას, რომელზეც ლავროვიც არის და როცა თავიდან რაღაცა პატარა ინტერვიუ ჩაუტარეს, იძახის, რომ არაფერი რაღაცა პატარა შხუბი არისო, ორივე ხლა ნერვიულებული არის, დასტრესელი არიანო და ჩემ შულს ცოტა შენშალავ, რა თქმა უნდა ტრამპი პრეზიდენტია და იგი გაიმარჯვებსო და მალე მორიგდებიან. ხვალზე ყველაფერი კარგად იქნება. მერე კონფერენციაზე პუტინი აქო, მაგრამ ნუ ეგ სოსაკითხია. მაგრამ მამასთან ხო ძალიან ძიმე ურთიერთობა აქვს, ჯერ კიდევ ბავშვობიდან მოყოლებული. რთული საკითხია, იმიტომ რომ მამისი დაახლოებით იგივე ასაკში რა ასაკშიც ახლა მასკია. ცოტა გიჟი გახდა. ანუ იქამდე იყო ისე ძალიან წარმატებული რაღაც ანტრეპრენერი, რაღაცა საბადოები და მერე გაგიჟდა და ეგონა რომ რულეტკის საიდუმლოები ამოხსნა და ვიცი მე კაზინოებს როგორ მოუგო და რაღაცა სეგიჟების დაჯერება დაიწყო. და მანამდე ისიც ვთქვა რომ ბავშვობაში მამამისგან ძალადობის მსხვერპლი იყო, ისიც და დედამისიც და ძალიან მძიმე ბავშვობა ჰქონდა ამის გამო. და ნუ მის შემდეგ რაც ცოტა კარგად არ არის როლი, ელონთანაც არ აქვს კარგი ურთიერთობა. მერე კი უკვე მომლები ესე ვითარდება რომ მასკი ესაუბრა ჯედი ვენს. მაგრამ ამ ფაქტმა რა გავლენა მოახდინა ამ ყველაფერზე? აი უბრალოდ რაღაც წარმოდგენას გვიქმნის, მე მგონი იმაზე თუ მის გარშემო ადამიანები როგორ იყვნენ განწყობილი. და მე მგონი ის წარმოდგენა ჰქონდათ რომ აი ილონ მასკი ცოტა აჭმახებს. ხო. და კანია ვესტმა, ხო კანია ვესტი ქვია დაბჭდა ძმებო ორივე ძალიან მიყვარხართ, ნუ ჩხუბობთო. კი, ყველაზე მაგარი მომენტი იყო. ორი, ნუ ამარჩევიდებთ თქვენ შორის დურავის, ორივე ძალიან მიყვარხართ. რა გაშვებ ქართველები არ ვყავთო, ხო? დაახლოებით ეგ ქართველები და ერთად უნდა ვიდგით. ხო და შემდეგ უკვე ესე ვითარდება რომ მასკი ესაუბრა ჯედი ვენს ტელეფონზე, ვენს მოურჩიო რომ აშალე ტვიტი და ბოდეში მოიხატეო. და დაახლოებით ზუსტად ეს მოხდა.
მასკმა ჯერ ტვიტი წაშალა, რომელშიც ტრამპი და ადანა ეპსტეინის სიაში ყოფნაში. შემდეგ დაიწყო, როცა ეს LA-ში რაღაცა ეს პროტესტები დაიწყო და როცა გვარდიაში. ამიტომ ის არ გამოგრჩეს თავარი, რო თქვა რომ მესამე პარტია უნდა შეიქმნას. კი ბატონო, გააკეთა პოლი, ანუ კვლევასავით გააკეთა Twitter-ზე, რამდენს გინდათ ახალი პარტიის შექმნა და 88%-მა თქვა კიო და ասალობდა რომ აი ხალხის ნება ეს არისო. და ნუ ბოლოსკენ ესე წავიდა რომ ჯერ წაშალა ეს ტვიტი, შემდეგ დაიწყო ტრამპის სხვა პოსტების გადაშეარება და დათანხმება ამ LA-ში მიმდინარე მოვლენების შესახებ, რომელსაც ცოტა ხანში შევეხებით ალბათ და ბოლოს ბოდიში მოიხადა. და თქვა რომ ნანო რომ ზოგიერთ ტვიტს რომელიც მე ტრამპზე დავწერე, რაღაც ზედმეტი მომივიდა, ესე თქვა. მოდი ავხსნათ ახლა რა ხდება, იმიტომ რომ ესე იგი ერთმა ეს დაუპირისპირდნენ სოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს პრეზიდენტი და სოფლიოს ყველაზე მდიდარი კაცი, რომელთა ტანდემი ქმნიდა ძალიან დიდ ძალას. მაგრამ ყველა მიმომხილველი იძახოდა რომ რაც არ უნდა ბევრი მილიარდი კონდეს მასკს, ტრამპის აქვს ძალიან ბევრი ბერკეტი იმისათვის რომ მასკს მოუგოს. მაგრამ მასკს ქონდა აქვს ფული იმისათვის რომ შუალედურ არჩევნებზე გავლენა მოახდინოს, მაგრამ ტრამპს ასევე ქონდა ბერკეტი, რომელიც გაახმოვანა სტივ ბენონმა, მისმა მხარდამჭერმა, მაგას ერთ-ერთმა, ასე ვთქვათ, იდეოლოგმა, მაგრამ მოძულემ მასკის ამ ყველაფერზე შეგიძლიათ შეფთა სანდროს ძველი პოდკასტი ნახოთ დეტალურად, ამაზე ვსაუბრობდით, თქვა რომ დეპორტაცია გაუშვათ ამერიკიდან. კი, სტივ ბენონს განსაკუთრებით ზულს ილონ მასკი. იმიტომ რომ ეს წარმოადგენს რაღაცა მეორე ფლანგს, როგორც ადრე ვისაუბრეთ, რესპუბლიკური პარტიის შიგნით, რომელიც არის შედარებით უფრო პროემიგრაციული, პროვაჭრობა და ასე შემდეგ. და ყველაფერი მას განასახიერებს. ძველი რესპუბლიკელები, მოკლედ. ნუ აი, მაინც განსხვავებული რესპუბლიკელები, უფრო ტექ რესპუბლიკელები, რაღაც მოლიბერტარიანი რესპუბლიკელები. ხო, კი ბატონო, სხვაზე, მაგრამ მაინც ამ თავისუფალი ვაჭრობის თემაში, ნუ ძველი რესპუბლიკი და საერთოდ ამერიკის პოლიტიკის გამტარებლები. და ბენონმა, როცა ისაუბრა, თქვა არ მარტო დეპორტაცია, მაგრამ მოითხოვა მასკის კომპანიების ნაციონალიზაცია. ანუ რომ SpaceX-ი და Tesla უბრალოდ ტრამპმა აღმოსავლური ბრძანებით თავის ხელში აიღოსო. რაც ამერიკაში სიგიჟე იქნებოდა. ნუ ახლა რა ბერკეტები არის ერთის და მეორის ხელში. კი, მას ალბათ შეეძლო პირობითად დემოკრატების დაფინანსება, მაგრამ ალბათ ყველაზე მეტად ამაში მას ხელს შეუშლიან თვითონ დემოკრატები. იმიტომ რომ ამ წამს მემარცხენეებისთვის მას კი არის კეთროვანი. თორე თუ ის ვიღაცას აფინანსებს, ავტომატურად ითვლება, რომ ის ცუდი ადამიანია დემოკრატიის. მოგეთ, არც აქანა მიმიღონ, არც იქანა. აი დაახლოებით ესეთი ამბავი ქონდა მასკს. მეორე საკითხი არის SpaceX-ის და NASA-ს შორის ურთიერთობის. თავიდან მასკი თვითონ შეეცადა ტრამპის დაშინება სამ ფაქტორი და თქვა რომ აი მე აღარ მივცემ NASA-ს უფლებას რომ გამოიყენოს SpaceX-ის რაკეტები, რომელიც NASA-ს სჭირდება, მაგრამ მე მგონი სიტუაცია ის რომ ტრამპს ეს ნაკლებად ანაღლებს მოკლევადიანად და მარტივი ბერკეტი რაც მას აქვს არის რომ უბრალოდ SpaceX მთლიანად მოუხსნას სუბსიდიები რაც გააჩნია. რაც მასკის ოცნებისთვის რომ ადგენს და მარსზე გაუშვოს ადამიანები პრობლემური იქნებოდა როგორც მინიმუმ. და ხდება რომ თუ ტრამპი მოუსწრის მას სუბსიდიას, მომავალში დემოკრატები აღარ დაუბრუნებენ არასოდეს. იმიტომ რომ გაიბუჭა ურთიერთობა და რაღაცა ყველას უძახა ქვეყნის დამანგრეველი. ამიტომაც ხო, შუაში გაიჭედა და არჩევანი არ ქონდა, ყველა ვარიანტში მას აქ უწევდა რომ ისევ როგორც მინიმუმ ცოტა დაეთმო ურთიერთობები ტრამპთან. აქ ალბათ ცოტა შემოდის ისევ ილონ მასკის ამ მენტალური ჯანმრთელობის მომენტი. ხო, იქნა მასკმა, აი ტრამპმა გააკეთა, ნუ ტრამპმაც გააკეთა უკვე აქცენტი იმაზე, რომ ის ნარკოტიკზე არის დამოკიდებული, თორე საყოველთაოდ ცნობილი თემა, რო კითხოს რა დაემართავ, ალბათო, ნუ რაღაცა დიდი დოზა მიიღო, რაღაცა. ხო, ანუ ამ შემთხვევაში რაღაცა მოკლედ მასკი მიხვდა რომ ის აპრიორი წაგებულია ამ ომში? ხო, პოლიტიკურმა ძალაუფლებამ დაამარცხა ფინანსური ძალაუფლება. ესა მარტივი ლოგიკა. ეხლა ეს ორივეს ასე ვთქვათ ეს საინტერესო თემაში თუ გინდათ ვიდებატეთ, არ ვიცი თქვენი პოზიციები როგორია, მაგრამ ჩვენ რასაც ვხედავთ ეხლა ლოს-ანჯელესში რაც ხდებოდა ზოგადად კალიფორნიაში, პირდაპირი ნადირობა ემიგრანტებზე.
და ეს მათ შორის მოიცავს საბუთიან ხალხსაც, ხო? ეს მოიცავს ძალიან მძიმე ფაქტებს, მცირეწლოვანი ბავშვების მარტო დატოვებას, მათი მშობლების გადაყვანას, დაკავების ბანაკებში, ხალხის დევნას, რომელიც აქამდე არ ყოფილა, ხო, თუ სწორად მახსოვს, აი მასე სასოფლო სამეურნეო სავარგულებში, ქვეყანა, რა ვიცი, იმაში, ბაღებში, სადაც ეს ემიგრანტები მუშაობენ და სადაც ძალიან საჭირო ძალაა, ხო? და აი მასობრივი ნადირობა ხდება ემიგრანტებსა და მათ შორის ალბათ ქართველმა ემიგრანტებმაც უნდა გაითვალისწინონ. ამაზეც ერთი-ორი სიტყვა ვთქვათ, საინტერესოა ქართველ ემიგრანტებს ეხებათ თუ შეეხებათ თუ არა ასეთი ჩამოვიდა უკვე დეპორტაციის ასეთი სიმძაფრით ყველას. ჩვენი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დახვდა აეროპორტში და რაღაც კომპენსაციას დაუბრუნდა. ხო, ნეტო საინტერესო მიუყვეთ მისცა თუ არა. მოკლედ, დიდი ამბავია, ეს ეხლა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ამბავია, რაც ხდება ამ ფონზე კალიფორნიის გუბერნატორი ნიუსომი, რომელიც ხოთაშორის განიხილებოდა ადრე კანდიდატად, ერთ-ერთ სავარაუდო კანდიდატად, რომელიც არის გამორჩეული ლიდერი დემოკრატიული პარტიის, გახდა ძალიან კიდევ უფრო პოპულარული, ანუ ის გახდა ხმა ამ პროტესტის და დაანონსებულია დაახლოებით 180 ქალაქში დემონსტრაციები ტრამპის წინააღმდეგ. მოდი დავიწყოთ, აი რას ემსახურებოდა ეს ასეთი მასიური ნადირობა ემიგრანტებზე და შეიძლება თუ არა ის უფრო ვთქვათ კანონის ფარგლებში მოქცეულიყო. კი ბატონო, სიტუაცია არის დაახლოებით ესე, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში იყო ესეთი რაღაც, რომ ადამიანს შეეძლო გადმოეკვეთა საზღვარი, მოეთხოვა მას თავშესაფარი და არ არსებობდა მარტივი გზა მისი დეპორტაციის. ამის ცვლილება, მოდი ასე ვთქვათ, ამის გამო რამდენიმე მილიონი ადამიანი ბაიდენის დროს გადმოვიდა. სხვადასხვა დათვლები არის, ალბათ იყო ბაიდენის დროს შევიდა ეს ცვლილება, რომლითაც ამ გადმოსული ემიგრანტების უფლებები, ასე ვთქვათ, უფრო გამყარდა? იქამდეც ესე იყო. უბრალოდ სასაზღვრო პუნქტების დაცვაზე ნაკლები იხარჯებოდა. თუმცა მარტივად გადმოდიოდნენ. სხვადასხვა დათვლები არის, თუ რამდენი ადამიანი გადმოვიდა, რაღაც ალბათ ეს იყო ესე 4 მილიონი. ვინც უფრო მეტს ამბობს, უფრო კონსერვატორული ორგანიზაციების ახიან 8 მილიონი. მაგრამ აი JD Vance, Steven Miller და ტრამპის ადმინისტრაციაში მთავარი ფიგურები იძახიან, რომ 20 მილიონი ადამიანი გადმოვიდა. რაც, საოცრად დიდი რიცხვი არის. და მათი დამოკიდებულება არის ესეთი, რომ ჩვენ არ გვაქვს იმის დრო, რომ სასამართლოები ვატაროთ. როგორ შეიძლება, რომ აი 20 მილიონი ადამიანი გადმოვიდეს და ახლა 20 მილიონს სასამართლოები ჩაუტაროთ იმისათვის, რომ დეპორტაცია მოხდეს. ხვდებით? ანუ პრინციპი არის, რომ აი ვიღაცამ თუ კანონი დაარღვია, იმით რომ 20 მილიონი შემოუშვა, მაშინ ახლა მე ხო კანონის ძალით ვერ მოახდენ ამის რაღაც გამოსწორებას. ჭირდება რომ ცოტა უფრო შორს წავიდე და უფრო მეტი გავაკეთო. ამიტომაც გვიწევს რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ყველაფერი და ბევრი ისეთი რაღაცა ხდება, რაც აქამდე ტაბუირებული იყო. მაგალითად, ზოგი ადამიანი არის, რომელიც მიდის სასამართლოში, პროცესი სრულდება უშედეგოდ და შემდეგ ამერიკის იმიგრაციის სამსახური მაინც მას აკავებს. რაც ფორმალურად ყოველთვის იყო ლეგალური, საწნოდ იქ დააკავებდნენ, მაგრამ აქამდე არ აკეთებდნენ, იმიტომ რომ ითვლებოდა სულად, იმიტომ რომ მაშინ ადამიანი აღარ მივა სასამართლოში. თუ იცის რომ თუ მას ესე იპოვნიან დააკავებენ მაშინვე. თუმცა სასამართლოსთვის სულად ითვლებოდა ესეთი მოქცევა. ეს ერთი. მეორე რასაც აკეთებენ არის რომ თუ ჩვილი ბავშვი არის ამერიკის მოქალაქე, მისი მშობლები თუ არიან არალეგალი იმიგრანტები, როცა ხდება ადრე არავის დეპორტაცია არ მოხდებოდა, იმიტომ რომ შვილი ყავთ ახლა ამერიკელი და ყველანი რჩებოდნენ ამერიკაში. ახლა ყოველს დეპორტაცია ხდება. შვილი მოქალაქის ჩათვლით, კი. რამდენიმე ეგრეთ შემთხვევა იყო. და შეიძლება უკვე აღარც ამაზეც არის, ხო? მიღებული არის თუ არ გადაწყვეტილება აღარ ვიცი, მაგრამ რომ ბავშვები ავტომატურად იქ დაბადებული ბავშვები არ გახდნენ ავტომატურად ამერიკის მოქალაქეები. ამაზე ტრამპმა მოსწრებელი ბრძანება პირველ დღეს შეიძლება პირველ დღეებში გასცა, მაგრამ სასამართლო მაშინვე შეაჩერა. თუმცა იმიტომ რომ ეს კონსტიტუციის ალმასოს რომელი მოხლია, მაგრამ ითვალისწინებს რომ ავტომ ყველა ვარიანტში მოქალაქე არის, კი. ამას ვერ შეცვლით. მაგრამ ეხა აძევებენ. კი, აძევებენ, მაგრამ ის მოქალაქეობას ინარჩუნებს. ამათი ლოგიკა არის, რომ ჩვენ არ გვინდა რომ გავაცალკევოთ მშობელი და შვილი. და ადრე ამას იმით აღწევდნენ, რომ უბრალოდ საერთოდ არ ხდებოდა დეპორტაცია და ეხლა ერთიანად ხდება დეპორტაცია. ეგ შეიცვალა. ეხლა ყველაზე პრობლემური ეს გახდა ლოს-ანჯელესში,
და მსგავს ადგილებში, იმიტომ რომ ძალიან დამოკიდებული არის ეს იმიგრანტების მუშახელზე. ბაიდენის პერიოდში ეს იყო ძალიან პრინციპული, როგორც ინფლაცია იყო მაღალი, დამატებითი მუშახელი რო შემოვიდა, ეს რა დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი, ძალიან პრიმიტიულად რო ვთქვათ, შთანთქავს რაღაც დონეზე ფასების ზრდას. ყველაზე რაღაც პრიმიტიული ეკონომიკური მოდელი რო აიღოთ რა, თუ მეტი ადამიანია ყავს, რომელიც იმუშავებს, მეტ რაღაცას დაამზადებენ, შესაბამისად ფასები ისეთი მაღალი არ იქნება, რამდენიც იქნებოდა. ამ არალეგალებმა რაღაც დონეზე ეს ფუნქცია შეასრულეს და ინფლაციის შემსუბუქებაში როლი ითამაშეს. ახლა როცა ლოს-ანჯელესში და საზღვრო ტერიტორიებთან ახლოს ბევრი ადამიანი მუშაობდა, მათ დეპორტაცია რო დაიწყო, მათ ეკონომიკას პირდაპირ დაარტყა. ამიტომაც დაიწყო აქ მაინც და მაინც ესეთი ძლიერი აქციები და პროტესტები. და ახლა ამიტომაც არის გამწვავებული ეს სიტუაცია. ხო და აი რა იქ იყო ნიუ-სამის ამაზე ლაპარაკობდა კალიფორნიის შტატის ყველა ქალაქის მერი გაერთიანდა იმ საკითხის გარშემო, რომ ის ზომები რაც იქნა მიღებული ამ არალეგალების, ზოგადად ემიგრანტები შეიძლება ლეგალურად იყო იქ. ნუ ყოველ შემთხვევაში არის ცნობები, რომ ლეგალურად ვინც ლეგალურად არის, იმასაც პრობლემები შეექმნა. ლეგალურად კი არა, ამერიკის მოქალაქე გაუშვეს ელ-სალვადორის ციხეში და ვერ აბრუნებენ. მოქალაქე არ არის. კი, ის გარსიაზე ვარ. კი, მაგრამ მოქალაქე არ არის გარსია. ლეგალურად იყო ამერიკაში, ლეგალურად იყო და დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი იყო თუ არ იყო, არავის არ დაუმტკიცებია, ისევ როგორც შეიძლება ბევრი იყო ესეთი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი რომ არ იყო. დაბრუნდა. კი. ეს უკვე დაბრუნდა, მაგიტომ კი, ამერიკაში დაბრუნდა სასამართლოსთვის, კი. კი, სასამართლოსთვის დაბრუნდა. მე ვნახე, რომ სენატორმა ჩააკითხა მისი შტატის. ეს ყველაფერი მოხდა. აი, ერთი კვირის წინ მე მგონი დაბრუნდა. შეიძლება დღეების წინ. არეული მაქის. ხო, ეს ამბავი გადაფარა, იმიტომ რომ ეგ იყო ერთ-ერთი მთავარი თემა, გადაფარა მე მასკი ტრამპის დაპირისპირებამ. და აი ამ შემთხვევაში ხო ეს გადამეტებული ძალა ყველა ამაზე ლაპარაკობს, რატო გამოიყენა ეროვნული გვარდიაში, ანუ ისეთი ძალა გამოიყენა არაპროპორციული, დისპროპორციული, რომლის გამოყენების აუცილებლობა არ იყო, როგორც ამბობენ ტრამპის კრიტიკოსები. ხო, მაგრამ მისთვის პოლიტიკურად ეს გამომგებიანია. იმ სურათის შექმნა, რომ აქეთ არის ხალხი, რომლებიც მექსიკის დროშებს აფრიალებს და პალესტინის დროშებს და რაღაც მანქანებს წავენ და ასე შემდეგ და ამათ უჭერს ხარს მთელი დემოკრატიული პარტია და მათი ელიტა და მათ შორის მათი ერთ-ერთი სახე გევინ ნიუსომი და ამ დროს მე ვარ ის ადამიანი, ვინც წესრიგის დამყარებას ცდილობს, ეს ამყარებს იმ იმიჯს, რომელიც ისედაც შექმნილი აქვს დემოკრატიულ პარტიას. მათთვის საუბედლოდ არის რაღაც ვოუკ პროსაიმიგრაციო და ასე შემდეგ არალეგალების მომხრე პარტია და მე ვარ ის ადამიანი, ვინც წესრიგს ამყარებს და ეხლა საზოგადოებრივი აზრის კვლევებიც ტარდება ისედაც ამ საკითხზე ტრამპს უპირატესობა ჰქონდა არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლაზე დემოკრატებთან და ეხლა ეს მისი უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა და არის უბოლო კვლევა. აი ამ საკმაოდ ძალიან ძიმე ესე თქვა ვიდეოებით ვრცელდება, კადრები ვრცელდება, ძიმე სანახავია ადამიანურად ბავშვებს როგორ პატარა ბავშვები როგორ რჩებიან მარტო ეს ნიუსომი ხა სულ ამ თემებზე ლაპარაკობს, აი ამ კონკრეტულ ფაქტებზე, ხო? ანუ კვლევები ეს არის დემოკრატის სენატორია ეს ჯონ ფეტერმანი პენსილვანიიდან ის ერთ-ერთი იშვიათი ადამიანი აღმოჩნდა, ვინც თავისუფლ პარტია გააკრიტიკა, რომ ჩვენ თუ ესე გავაგრძელეთ, რომ მხოლოდ იმათ ხარდამჭერებად გამოჩნდეთ, ვინც ქუჩაში დგასო, ძალიან დაგვაზიანებს შემდეგი არჩევნებისთვის და აბსოლუტურად მართალია. და ეხლა მოხდა დიდი ამბავი სენატორი რო გაათრიეს, კალიფორნიის სენატორი რო გაათრიეს ძალით შინაგან სამინისტროს ბრიფინგიდან. ზუსტად აი და ამას მოყვა მთელი სენატორების რომ არ ნახული ამბავია ამერიკაში ეს. აი ზუსტად სანამ ლოს-ანჯელესში ეს ყველაფერი დაიწყებოდა პროტესტები. იქამდე ტრამპის მიმართ ხარდაჭერა სამიგრაციო საკითხებში დაცემული იყო. ხო, იმიტომ რეალური რიცხვები ძალიან შეცვლილი არ იყო, ხო? მაგრამ აი რეალური რიცხვები ეს არ არის, იმიტომ რომ გულწრფელად რომ თქვათ, ის იმიგრანტები, რომელთაც ამერიკაში შედიოდნენ, არ აყენებდნენ ზიანს, ანუ არალეგალი იმიგრანტები ნაკლებ დანაშაულს შადიან ვიდრე ჩვეულებრივი ამერიკელები, რომ ნახოთ სტატისტიკა. ამიტომაც ეს იარისთვის ზარმოგებიანი იყო არალეგალებზე ლაპარაკი და იმაზე თუ რა ხდებოდა საზღვარზე, მაგრამ ის რო შენი ცხოვრება შეიცვალოს, მსგავსი გავლენა არ აქვს. და როცა ხედავდა ხალხი რომ რაღაც არალეგალური დეპორტაციები ხდებოდა, როგორც აბრეგო გარსიას, გიორგიმ რო ახსენა, ეს არ მოსწონდათ. ამიტომაც ხარდაჭერა დაცემული ქონდა ტრამპს. ახლა პირიქით მოხდა. ანუ რიგით მოხდა ბოლო კვლევა ეს ძალიან ძალადობრივი კადრები პირველ რიგში ვისაც აწყობს არის ტრამპი. კი, რომ
ჩემი ოპონენტები არიან ცუდი, ისინი უჭერენ მხარს, აი მსგავს ქაოსს და მე წესრიგს. მე წესრიგს უჭერ მხარს. მეტიც ტრამპი თელი ეს პერიოდი დეპორტაციებისთვის იყენებდა ერთ-ერთ აქტს, რომლის მიხედვითაც მას შეუძლია რომ არ ინერულ სასამართლოზე მაშინ როცა ვიღაცა ომს აწარმოებს მის წინააღმდეგ. აი უცხო ჯარი თუ შემოიჭრება. და იზახდა რომ იმიგრანტები რო შემოვიდნენ, აი მილიონობით ადამიანი რო შემოვიდა, ფაქტიურად უცხო ჯარია. და ამას ეძახის მისი ერთ-ერთი ჯერი სტივენ მილერიც. და სწორედ რაც მოხდა ლოს-ანჯელესში, ეს ჭირდებოდა ყველაზე მეტად. იმიტომ რომ აი როგორ უნდა ამტკიცო რომ უცხო ჯარი არის ვიღაცა თუ აი უბრალოდ მუშაობს. და თუ უცებ ხედავ რომ ქუჩაში ვიღაცამ მანქანა დაწვა, ეს არის რაც შენ ჭირდება რომ დაინახო და მე ამას ძალიან მარტივად ეძახი. გვარდიაც ამ ახსნით გამოიყონა ტრამპმა. მათ თქო რომ ეს არის აჯანყება. ამ გამართლებით გამოიყონა გვარდია, თავის ხელში ჩაიგდო მას სამხედრო ძალაუფლება კალიფორნიის შიგნით და დაიწყო ფაქტიურად პირდაპირ ბრძოლა პროტესტანტებთან. ამ დილას სწორედ იყო ამის გაგრძელება, როცა სასამართლომ თქვა რომ არა. ეს არ არის რაღაცა აჯანყება, შენ არ აქვს იმის უფლება რომ აქ გამოიყვანო გვარდია, უნდა დაუბრუნო მისი კონტროლი კალიფორნიას და გავინ ნიუსომს. ახლა გაწყვეტილება შეჩერებული არის ჯერ აპელაციოს მიერ, მაგრამ დიდი შანსი რომ მაინც ესე დასრულდეს, იმიტომ რომ მაინც ხარ რთული გასამართებელია ის რომ აქციები თუნდაც რაღაც ფარგლებში ძალადობრივი არის აჯანყება. იმიტომ რომ აჯანყება გვესმის რომ სხვა რაღაცას ნიშნავს, რომ მიდიხარ და კაპიტოლიუმს იღებ. მაგას უფრო ნიშნავს. ხო, რომელიც რეალურად მოხდა 6 იანვარს და რომლის გამო დაკავებული ხალხიც ტრამპმა გაათავისუფლა და ეს არ ვიცი, ეს იყო ყველაზე დიდი ერთადერთი პრეცედენტი ხო აჯანყების თუ გადატრიალების თუ რა ქვია სამოქალაქო ომის ფონდაც მაგრამ არა მე ვამბობ ანუ სამოქალაქო ომის შემდეგ ხო უფრო ასე ვთქვათ უახლოეს ისტორიაში რასაკურველი და მოკლედ ამით რომ დავამთავროთ ახლა ეს თემა და მე სანდროსთან ესე იგი ცალკე საკითხები მაქვს მინდა კულტურათა ომზე და ხელოვნურ ინტელექტზე ვილაპარაკოთ, რომელიც არის ამის გარეშე უკვე შეუძლებელია გაერკვე თანამედროვე პოლიტიკაში, განსაკუთრებით ამერიკის პოლიტიკაში და ასევე ევროპულ პოლიტიკაში და ეს ექვები როგორ გამოძახილს პოვებს ჩვენთან და ჩვენ შემთხვევაში კულტურათა ომს რო ვამბობთ ვერ გებულობენ რაზე ვლაპარაკობთ, არადა ეს არის მთავარი გამორჩა დავამატებ შეიძლება ადრე ვლაპარაკობდით მასკის და ტრამპის ჩხუბზე ერთ-ერთი ფაქტორი ესეც იყო რომ შეთანხმებაში დგას საუდის არაბეთს და ამერიკას შორის რომელშიც ჩართული იყო OpenAI რომ ხელოვნური ინტელექტის ამ დაფინანსებაზე საუდის არაბეთს უნდა დააფინანსებინა და მასკს იქაც სურდა რომ თავისი ხელოვნური ინტელექტის კომპანია ჩაერთო და საუდის არაბეთს რო ელაპარაკებოდა ამას ეუბნებოდა რომ აი ჩემი ჩართულობის გარეშე გამორიცხულია ტრამპი არ დაგახდებათ ტრამპმა უბრალოდ დაიგნორა მასკი მაინც მოაწერა ხელი კიდევ ერთი ფაქტორი ეს იყო რომ გამომრჩა უბრალოდ ხო კი ბატონო და ხელოვნური ინტელექტი იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტის თემა იქნება წარმართველი პოლიტიკი, ანუ ხელოვნური ინტელექტს ექნება დიდი გავლენა, ბევრი თვალსაზრისით და როგორ ამაზე ვილაპარაკებთ და ეს კულტურათა ომები საბოლოო ჯამში უნდა ავხსნათ კარგად რა არის, საიდან წამოვიდა, როგორ განვითარდა და აი ეს ზუსტად ამ კონტექსტში ხდება ახლა ამ კონტექსტში ჩამოყალიბდა მაგაც და ამ კონტექსტში ხდება დაპირისპირება დემოკრატებთანაც და ეს განსაზღვრავს დღეს ამერიკის პოლიტიკას. ეს ძალიან დიდი თემა, ამიტომ ცალკე გადაცემა მიუძღვნათ ამას. მანამდე აი დემოკრატების ანუ დემოკრატებს რატო დაემართათ ის რაც დაემართათ, ანუ ტრამპის მოგების შემდეგ პარტია უცებ თითქოს ჩამოიშალა, ლიდერის გარეშე დარჩა, რაღაცა უსუსურად გამოიყურებოდა იმდენად, რომ თვითონ თავის მხარდამჭერებში იწვევდა ძალიან სერიოზულ პროტესტს, ხო, ეს გვინახავს ასე თქვა თაუნჰოლ შეხვედრების დროს. ნუ ეგ ლოგიკურიც არის, იმიტომ რომ იმედგაცრუებულია მათი მხარდამჭერები, იმიტომ რომ არ იყო მოლოდინი რომ ტრამპი მოიგებდა მატჩი, იმიტომ რომ რაღაც ჰაიპი შეიქმნა კამალას კანდიდატად მოსვლის შემდეგ და იმ წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყისში იყო ძალიან დიდი ენთუზიაზმი კამალა ჰარისის მხარეს, რაც გამოიხატებოდა ძალიან დიდ შეკრებებში, დონაციებში, რეკორდებში, რომელიც კამალა ჰარისი საერთოდ აღარ არის რეიტინგულ ფიგურებში. ეგ რა თქმა უნდა, ეხლა უკვე დამარცხებული კანდიდატია და ამიტომ, მაგრამ მოლოდინი იყო სერიოზული, თუმცა
ის ფუნდამენტური ფაქტორები, რაც მათ წინააღმდეგ მუშაობდა, ეს იყო მაღალი ინფლაცია, ეს იყო ის არალეგალი მიგრანტები თუ უკმაყოფილება და ასე შემდეგ, კამალამ ამ თვეებში ვერ დაძლია და პირველ რიგში იმიტომ ვერ დაძლია, რომ თავად იყო ამ ადმინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტი და მასაც აკისრებდა საზოგადოება პასუხისმგებლობას ამ საკითხზე. რაც შეეხება ხა იმასაც არჩევნების შემდეგ ხდება, ეს საკმაოდ ლოგიკურია, იმიტომ რომ ამ დამარცხებას ძალიან იმიტომ რომ ტრამპი არის ერთ-ერთი ყველაზე ზიზღის ფიგურა ამ დემოკრატიული აღმოჩენაში. ეს არის უბრალო რესპუბლიკელი კანდიდატი, ხო, ეს არის რაღაც სხვა მოვლენა მათთვის, რომელიც განსაკუთრებულად ეზიზღებათ. აქედან გამომდინარე, ეს ლოგიკური იყო, თუმცა ამას ტრაგიკულად მე არ აღვქვამს იმას რომ გითხრათ, იმიტომ რომ ის რომ ეს ლიდერშიპის კრიზისია დემოკრატიულ პარტიაში, იმიტომ რომ უკვე ჩნდებიან ადამიანები, ვინც ამ ლიდერშიპის კრიზისს ავსებენ. არიან ლოკალური გუბერნატორები, რომლებიც აქტიურად უპირისპირდებიან ტრამპს. არიან სხვადასხვა სენატორები, რომლებიც დემონსტრაციებს ატარებენ მის წინააღმდეგ. მაგრამ ერთი ლიდერი მაინც ვერ იკვეთება და რაც თავარი იდეოლოგიური კრიზისი აქვს დემოკრატებს. ეგ სხვა თემაა, გახლეჩილი არიან. ეს კრიზისი არ გადაიჭრება. არის მემარცხენეებთა და არის შედარებით ცენტრისტული ფთა. და არის მარტივად რო ვთქვათ, ვო-პროგრესიზმი, ვოუკიზმის ფთა, რომელიც არის სამიზნე მაგასი და ერთმანეთს ყვებავენ. და არის ხალხი, რომელიც ამბობს, რომ თუნდაც ცენტრისკენ უნდა წამოვიდეთ, უფრო ეფექტური უნდა გახდეს. აი პირველ პოდკასტში ვლაპარაკობდით ეზრა კლაინის მიდგომა, რომელიც არის New York Times-ის მიმომხილველი და წიგნი დაწერა ეხლა Abundance და ანუ ამ სულ ამ კრიზისზე ლაპარაკობს დემოკრატის ხედვიდან. და იდეოლოგიური კრიზისი, ანუ ვინ არის მისი ამომრჩეველი, მისი მაგა ვინ არის, ასე ვთქვათ. არა, ეგ ამათ დემოკრატებს ზუსტად ამომრჩევლის პრობლემა არ აქვთ, მათ აქვთ ამ ამომრჩევლის, ასე ვთქვათ, მობილიზების, გაერთიანების და რაღაც, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ თუ შევადრებთ 2020 წლის არჩევნებთან შედარებით, კამალამ მიიღო რამდენიმე მილიონით ნაკლები ხმა, ვიდრე 20-ში მიიღო ბაიდენმა, ხო? ანუ ის ბაიდენის გამარჯვება არის რეკორდული რაოდენობის ხმები საერთოდ, რომელიც ამერიკის ისტორიაში დაფიქსირებულა მიუხედავად იმისა, რომ პანდემია იყო და ასე შემდეგ. ანუ ასე ვთქვათ, ბუნებრივად დემოკრატებს ძალიან ბევრი ამომრჩეველი ყავთ, მაგრამ ამ პრობლემების გამო, რომელზეც შენ ისაუბრე, მათ დაკარგეს ეს ამომრჩეველი და ზოგი საერთოდ სახლში დარჩა და მცირე ნაწილი შეიძლება გადავიდა ტრამპისკენ, ხო? ანუ დემოკრატებს ამომრჩეველს მოთხოვნილება აქვს ჩემი აზრით common sense რაღაც საღიაზრის დემოკრატიულ პარტიაზე, ახალი მიმდინარეობა უნდა გაჩნდეს მემარცხენეობასა და მემარჯვენეობის პარალელურად და მთავარი common sense-იზმი. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ ამ ხალხს უნდა ადამიანის უფლებების იყოს დასული და ეს არ ხდებოდეს, სადაც თქვენ საუბრობდით ახლა ამ საშინელებებზე, ასევე მათ უნდა წესრიგიც, ხო, რასაც ეს დროშა წესრიგის და კრიმინალთან ბრძოლის მთლიანად მიატოვა დემოკრატიულმა პარტიამ და დაუთმო რესპუბლიკელებს, ხო, მაშინ როცა ამაში შეიძლება თავადაც ყოფილიყვნენ ეფექტური. ასევე პრობლემა არის ამ დიდ დემოკრატიულ შტატებში housing-ის ფასები და ეს პრობლემა, რომ მშენებლობები ვერ იწყება დიდი რაოდენობით, ამას თავისი მიზეზებიც აქვს და ასე შემდეგ. ანუ დემოკრატიული პარტია გახდა არაეფექტურობის სინონიმი და ერთადერთი საკითხი, რის გამოც შეიძლება მას ხარი დაუჭირო, არის ის, რომ ტრამპი გეზიზღება და ოღონდ ეს წავიდეს და ყველაფერზე თანახმახა, მაგრამ ამის მიღმა ამ პარტიას სჭირდება რაღაც ახალი იდეა და არა და დემოკრატიული პარტია იყო, მართლა მშენებელი პარტია, ხო, ნიუ დილის პარტია იყო, რუზველტის დროს მეერიც და ეგ იმიჯი ჰქონდა ყოველთვის და ეს ბოლო ალბათ 10-15 წელიწადში შეიცვალა. ხო, თუმცა ეს მემარცხენე ფლანგი პარტიის მხარდამჭერების უმრავლესობას არ წარმოადგენს, ესეც უნდა ვთქვათ. ისინი არ არიან ამ მილიონობით დემოკრატის უმრავლესობა. ისინი არიან უბრალოდ ყველაზე ხმამაღალი და აქტიური და აქტივისტური ჯგუფი. და ეხლა სხვათა შორის ნიუ-იორკში მერის არჩევნებია, ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ერთმანეთის წინააღმდეგ კენჭს იყრის ენდრიუ კუომო, ყოფილი გუბერნატორი, რომელიც მერე გადადგა და ოკასიო კორტესის მხარდაჭერილი მუსლიმი კანდიდატი, რომელიც ძალიან აქტიურად აკრიტიკებს ისრაელს და ასე შემდეგ. ოკასიო კორტესის მხარდაჭერილი კანდიდატი 60% 40% ალბათობა. დიდი შანსია რომ მოიგოს.
მართლა 60%-ია? არა მგონია, მაგრამ მე ვიტყოდი ხო, მე ვნახე რომ გაეზარდა მხარდაჭერა, მაგრამ კუომოს უფრო დაბალია აქვს? არა, კუომოს უფრო მაღალი აქვს. კუომოს უფრო მაღალი აქვს, მაგრამ ამის რეიტინგით ძალიან იზრდება, იმიტომ ამ ადამიანს საერთოდ ცნობადობა არ ქონდა აქამდე და ცნობადობაც ესდება, ამიტომ ეს შიდა ბრძოლები ეხა მიმდინარეობს ამ პარტიის იდენტობის გადასარჩენად და იმიტომ თუ ეს მემარცხენებთა უფრო და უფრო მეტად გაძლიერდა, ეს იქნება საუკეთესო სამიზნე მე რესპუბლიკელებისთვის შუალედურ არჩევნებზეც და შემდგომ საპრეზიდენტო არჩევნებზეც. მაგასთვის კი. მე ცოტა სხვანაირად უყურებ, მე მგონია რომ ცვლილება მოხდა 2020-დან დღემდე ძალიან მნიშვნელოვანი დემოკრატებისთვის ეს არის რომ ტრამპმა საკმაოდ დიდი წელი აიღო ლათინოსების ხმების, გაეზარდა შავკანიანთა ხმების წელი და ასე შემდეგ. ანუ უმცირესობები, რომლებიც დემოკრატების ძლიერი მხარე იყო აქამდე, დიდწილად დაკარგეს, ტრამპისკენ გადაიხარა, ამას არავინ არ ელოდა, ესაა ძალიან სერიოზული შოკი. და მიზეზი არის, რომ აი აზიელ ამერიკელებს უფრო მეტად ანაღულებთ წესრიგი და დემოკრატები ამაში არ იყვნენ ძლიერები. ისპანიკ ამერიკელებს ძალიან ანაღულებთ ინფლაცია ერთი და უფრო მეტად კათოლიკეები არიან, უფრო მეტად სოციალ-კონსერვატიულები არიან. ისე იდენტობის პოლიტიკებები და რაღაცები მათ აღიზიანებთ. ანუ ეს ემიგრაცია არის კონსერვატორი თავისი ნატურით. კი, აბორტის მომხრეები არ არიან ისინი, ასე შემდეგ. ანუ ეს სოციალური საკითხები, რომლებიც წინ წამოვიდა ამ არჩევნებზე, მათთვის არ იყო მნიშვნელოვანი. ანუ ისპანიკები დიდწილად დაკარგეს დემოკრატებმა, აზიელები უფრო მეტად დაკარგეს დემოკრატებმა. ამ ჯგუფებს რო კარგავ და ამას რო უყურებ, ხვდები რომ ისე არ არის საქმე, როგორც მე ველოდი და შოკი არის. და რაც ახლა ვახსენეთ, რომ შეიძლება მემარცხენეები არ იყოს ყველაზე დიდი ჯგუფი დემოკრატებში. სამწუხაროდ პრაიმერის სისტემა, რომელიც ამერიკაში არსებობს, ცოტა ცვლის სიტუაციას, იმიტომ რომ ახალისებს რადიკალიზმს, ხო? კი, ზუსტად, იმიტომ რომ შენ არსებობს ეგეთი რაღაცა პოლიტიკაში, საშუალო ომჩევლის თეორემა, რომ შენ გიწევს, რომ საშუალო ომჩევლს მოერგო. მაგრამ თუ შენ ჯერ გიწევს, რომ შენი პარტიის შიგნით მოიგო პრაიმერისი, მაშინ გიწევს, რომ იმ საშუალო ომჩევლს მოიგო, რომელიც შენი პარტიაში პრაიმერიში ხმას აძლევს. ეს ადამიანი ბუნებრივად უფრო რადიკალურია. ამიტომაც უფრო მეტი შანსები აქვს ხოლმე ყოველთვის შედარებით რადიკალურ კანდიდატებს. ამიტომ აი ამ დაპირისპირების საზოგადოების გახლეჩვის მთავარი მამოძრავებელი პრინციპში პრაიმერსია. ანუ საბოლოო ჯამში პრაიმერსი შეიძლება აღმოჩნდეს ყველაზე დიდი დარტყმა ამერიკული დემოკრატიისთვის. ერთი პარადოქსული რაღაცაა. ხო, აი მაგალითად ხა დონალდ ტრამპი თავიდან როცა იწყებდა 2015 წელს კამპანიას შეიძლება პირველ ადგილზე იყო, მაგრამ მას არ ჰქონდა ასე ვთქვათ უმრავლესობა მხარდაჭერა. მაგრამ იმდენი კანდიდატი მონაწილეობდა იმ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომლებიც იდეოლოგიურად საკმაოდ მსგავსი იყვნენ ერთმანეთის და რიტორიკითაც, რომ მუდმივად უყოფდნენ ერთმანეთს ხმებს, ხო და ბოლოს ისე მოიგო ტრამპმა, რომ არც ერთ შანსი არ ჰქონია მასთან დაპირისპირების. ეს არის პრაიმერების თუმცა დემოკრატებს არ ვიქნები დარწმუნებული მაინც რომ როგორც უნდა დასრულდეს ეს ნიუ-იორკის არჩევნები, რომ მემარცხენებთა გაიმარჯვებს, იმიტომ რომ ჩემი აზრით შემდეგ არჩევნებზე მთავარი მოტივატორი დემოკრატი ამორჩევლის იქნება პრაგმატიზმი, ვინ დაამარცხებს რესპუბლიკელებს და არა იდეოლოგია. ხათაშორის ეგეთი იყო 2020-ის პრაიმერისაც, როცა ბაიდენის ირგვლივ მოხდა გაერთიანება, თავიდან ძალიან ცუდად დაიწყო თუ გახსოვთ ბაიდენმა ეს პრაიმერი და შემდეგ სამხრეთ კაროლინაში მისმა ძველმა მეგობარმა ჯიმ კლაივერმა დაუჭირა მხარი, ის კაცი 40 წელია კონგრესმენია, ძალიან გავლენიანი, იქაური შავკანიანები აღმერთებენ იმ ადამიანს და მერე მადლობას გადაუხადა ბაიდენმა მას იმ სამხრეთ კაროლინის პრაიმერის შემდეგ, რომ ჯიმ, შენ ჩემი კამპანია მხრებზე შემოისვი და ისე მომაგებინე, იმიტომ რომ მანამდე პირველი აიოვა და ნიუ-ჰემფშირი ჰქონდა წაგებული და ამით იმის თქმა მინდა, რომ ჯერ ერთი შავკანიანი ამორჩეველი დემოკრატიული პარტიის არა ისე ლიბერალური როგორც დანარჩენი ეს დიდი ქალაქების ამორჩეველი და მათ ძალიან დიდი ხმა აქვს პრაიმერებზე დემოკრატიული პარტიის შიგნით და მეორე არის ის რომ ზოგადად ყველა დემოკრატისთვის თავარი მოტივატორი ჩემი აზრით შემდეგ არჩევნებზე იქნება ვის აქვს ყველაზე მეტი შანსი დაამარცხოს რესპუბლიკა. აქედან გამომდინარე ხო, მაგრამ ეხლა უნდა დავასრულოთ ამ შუალედური არჩევნებით, აი აქ რა იქნება გადამწყვეტი? ისევ უნდა წავიდეთ ახლო აღმოსავლეთში რა სიტუაცია იქნება, იმიტომ რომ ნავთობის ფასი ძალიან იმოქმედებს ინფლაციის თემა, ანუ ინფლაცია პირდაპირ მიბმულია ნავთობის ფასთან
და მეორე აი ეს ამბები როგორ განვითარდება, ხო? იმიტომ რომ თუ ეხა რაც ხდება ის არადემოკრატების წისკულზე ასხავს წყალს, არამედ ზრდის ტრამპის რეიტინგს ამ ემიგრაციასთან დაკავშირებით, რომელიც ამ შეცვლილ სამყაროში რომელიც აბრაზებს ტრადიციულ ამერიკელს და ადამიანს ზოგადად სხვა ქვეყნებში სამიზნე, ანუ ერთადერთი ხელჩასაჭირი ხატი მისი უკმაყოფილების არის ემიგრანტი, ანუ ყველა ბრაზი რაც მას აქვს დაგროვილი, თუნდაც იმიტომ რომ ტექნოლოგიამ სამსახური წაართვა, მის პროექცირებას აკეთებს ემიგრანტებს, იმიტომ ტექნოლოგიას ხო ვერ ეჩხუბება ემიგრანტს და ანუ მთელი ბრაზი მიმართულია, კონსოლიდირებულია ემიგრაციის წინააღმდეგ. გულწრფელობითად მე მგონია რომ თითქმის უეჭველი დემოკრატები უნდა იგებდნენ შოადურ არჩევნებში. კონგრესს ქვედა პალატას. ქვედა პალატას გულისხმობ, კი. სენატში ძალიან მცირე შანსი არის. აი და ორი რადიკალური სცენარია, თუ ყველაფერი წავიდა ტრამპის სასარგებლოდ, თუ უცებ უკრაინაშიც დაასრულა ომი, ირანსაც თუ აიძულა რომ დანებდეს, თუ იმიგრაციაზე დემოკრატებმა კიდევ უფრო მეტად შესაძლებელი დაუშვეს, თუ ტარიფებმა არ გამოიწვია არანაირი ეკონომიკური პრობლემა, თუ ყველაფერი კარგად წავიდა, მაშინ შეიძლება შეინარჩუნოს ქვედა პალატა. მეორე უკიდურესობა არის თუ ყველაფერი ცუდად წავიდა, მაშინ შეიძლება დემოკრატებმა სენატი აიყვან. და აი თითქმის უეჭველი შედეგი იქნება, რომ დემოკრატები აიღებენ ქვედა პალატას, რესპუბლიკელები შეინარჩუნებენ ზედა პალატას, თუმცა უფრო მცირე უმრავლესობით. აი დაახლოებით მაგასველი ხო, საინტერესოა და ასევე მოკლედ დავამატებ, რომ ეს ძალიან დიდი პრობლემა იქნება ტრამპისთვის ქვედა პალატის დაკარგვა. ფაქტობრივად ეხა ეს არის ცაიტნოტში, შემდეგ შუალედურ არჩევნებამდე ყველა ეს დიდი საკითხი, რაც მას წინა საარჩევნოდ ჰქონდა დაპირება და სჭირდება საკანონმდებლო აქტად ამის გასვლა და უბრალოდ საპრეზიდენტო ბრძანებით ამას ვერ მიიღებს, ყველაფრის გატანა უნდა მოასწროს შუალედურ არჩევნებამდე, რომ მერე დემოკრატები ყველაფერს დაუბლოკავენ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა სანდრო შარაშენიძე, გიორგი ლოლაძე იყვნენ ჩვენთან ერთად. თქვენ იყავით პლატფორმაზე მისმინე, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გამოგვიწერეთ და ლაიქეთ ვიდეოები, რომელიც მოგწონთ და აკომენტარეთ, რადგან ეს ჩვენ პლატფორმას ძალიან დაეხმარება, ასევე გამოყავით Facebook-ზე, TikTok-ზე და Instagram-ზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. კარგად გრძანდებოდეთ.